არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების მიხედვით, ტირილი ანუ ცრემლების დენა ემოციური რეაქციის შედეგად მხოლოდ ადამიანური რეაქციაა. სხვა ძუძუმწოვრებში, როგორებიცაა ძაღლები, სპილოები ან თუნდაც დელფინები, შეიძლება გავიგოთ ხმოვანი რეაქციები, რომლებიც თითქოს წუხილს ან წუწუნს წააგავს, მაგრამ მეცნიერები ამას არ აკავშირებენ ემოციურ გამოვლენასთან, ანუ ცრემლების გამოყოფასთან გრძნობების გამო. ადამიანი არის ერთადერთი სახეობა, რომელიც ტირის სევდის, სიხარულის, ტკივილის ან სხვა ემოციური გამოხატულების გამო. რა არის ცრემლის ანატომიური არსი? ეს სამწუხაროდ უნდა წავიკითხო. ეს არის ბიოლოგიური სითხე, რომელიც წარმოიქმნება ცრემლმდენი ჯირკვლების მიერ და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თვალის ჯანმრთელობის და დაცულობისათვის. თითოეული ცრემლი შედგება 3 ფენისგან. ლიპიდური, ანუ ზედა ფენა, ყველაზე ზეთოვანია. ის იცავს სითხის აორთქლებას და აკონტროლებს დატენიანების განაწილებას. შუა, წყლიანი, ყველაზე სქელი ფენა. შეიცავს ლაქტოფერინს, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, ატენიანებს რქოვანას და ქსოვილს. და მესამე ფენა, მიოცინური, თვალთან მიმდებარე ფენა, ხელს უწყობს ცრემლის მიკვრას თვალის ზედაპირზე. ცრემლები მარილიანია, რადგან ისინი შეიცავს ელექტროლიტებს, მარილის იონებს, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი. თითოეული თქვენ ცრემლი შეიცავს დაახლოებით 0.3 მილიგრამ მარილს. ცრემლები მოდის თქვენი მეიობომური და საცრემლე ჯირკვლებიდან, ასევე გობლის უჯრედებიდან. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ეს ეგზოკრინული ჯირკვლები თვალების ზედა გარე კუთხეში. სწორედ ამიტომ სამედიცინო ტერმინი ცრემლების ღვრით არის ლაკრიმაცია. როცა თვალებს ახამხამებთ, შემდეგ ისინი ჩაედინება თქვენს ცრემლსადენ სადინარში, რომელიც გადადის ცხვირის უკანა ნაწილში. იქ ისინი ან აორთქლდებიან, ან ხელახლა შეიწოვებიან. საცრემლე ჯირკვლები აქტიურდება ძლიერი ემოციების, მექანიკური სტიმულაციის ან ანთების დროს. ცრემლების ტიპები არსებობს შემდეგნაირი: ბაზალური ცრემლები, თვალის მუდმივი დატენიანებისთვის, რეფლექსური ცრემლები, გაღიზიანებისას, მაგალითად როგორც შეიძლება გამოიწვიოს ხახვის სუნმა, მტვერმა ან ქარმა. და ასევე შეიძლება იყოს ემოციური ცრემლები, რაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, სიხარულმა, ტკივილმა და სხვა ძლიერმა ემოციებმა. სიხარულის ცრემლები. ტირილს სიხარულის გამო ძალიან ღრმა მნიშვნელობა აქვს. სიხარულის ცრემლები სხეულსა და გონებას ეხმარება ემოციური წონასწორების დაბრუნებაში. ფსიქოლოგიურად ბედნიერებისგან ტირილი რეალურად ძლიერი ემოციური რეგულაციის ფორმაა. ანუ ტირილი სიხარულისგან წარმოიქმნება მაშინ, როცა ტვინი ვერ ხსნის, რატომ აქვს ასეთ მძლავრ სიხარულს ადგილი და გამოხატავს მას ცრემლებით. სიხარულის ცრემლები ეხმარება სხეულსა და გონებას ემოციური წონასწორების დაბრუნებაში, ბალანსირებაში. მექანიზმი იგივეა, რაც სევდის დროს. ცრემლები ამცირებს სტრესის ჰორმონებს, აწყნარებს ნერვულ სისტემას და გვაძლევს შვებას. ბედნიერებისგან ტირილი ასევე შეიძლება ძლიერი ნერვიულობისა და დაძაბულობის შემდგომ, მაგალითად შვილის დაბადებისას, მოულოდნელი წარმატების მიღწევისას. ამ დროს ცრემლები შეიძლება იყოს ნერვიულობის შემდგომ ფსიქიკური განმოხტვა. სიხარულის ცრემლების ფსიქოლოგიური ღირებულებების შემდეგია: ემოციური სიმყიფის და სიღრმის არსებობა, ურთიერთობებში სილაღესა და ავთენტურობის დამკვიდრება, სხეულისა და გონების ჰარმონიის და ბალანსის ჩამოყალიბება. სიხარულის ცრემლები არ არის სისუსტე, არამედ ადამიანის ფსიქიკის უნიკალური უნარი, გაუმკლავდეს ძლიერ პოზიტიურ შეგრძნებებს სიყვარულით, მადლიერებითა და თანაგრძნობით. ტკივილის ცრემლებს, ანუ ცრემლებს, რომლებიც ფიზიკური ან ემოციური ტკივილის შედეგად ჩნდება, ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური როლი აქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოვლინება იმისა, თუ როგორ ერთიანდება გონება და სხეული. ფიზიკური ტკივილის ცრემლები, ეს არის რეაქცია, რომელიც გამოწვეულია მაგალითად ძლიერი ტრაუმით, დარტყმით, მოტეხილობით, დამწვრობით და კიდევ უამრავი სხვა გარე ფაქტორით. ტკივილი აქტიურებს ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რაც ცრემლების გამოყოფას იწვევს. ტკივილის ცრემლები შეიცავს მეტ სტრეს ჰორმონს, მაგალითად კორტიზოლს და ენკეფალინებს, ნივთიერებებს, რომლებიც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლებია. ტირილი ფიზიკური ტკივილისგან ეხმარება სხეულს განმუხტვაში, ტკივილის შემცირებაში და აწვდის შვებას. და ბოლოს ემოციური ტკივილის ცრემლები, გულის ტკივილი, სიკვდილის გაგების შემდგომ ტკივილი, გაუგებრობის, მიტოვებულობის ან სირცხვილის განცდის გამო ტირილი.
დეპრესიის, მარტოობის ან შიშის ფონზე. ფსიქოლოგიური მექანიზმები. ტკივილის ცრემლები ამცირებს ემოციურ ზეწოლას და ხელს უწყობს რეგულაციას. ის გვაძლევს ემოციური განთავისუფლების საშუალებას და ხშირად შვებას ან მგრძნობელობის შემცირებას იწვევს. ტირილი ასევე სოციალური სიგნალია, რომელიც სხვებს უჩვენებს, რომ გვტკივა და მხარდაჭერა გვჭირდება. კვლევები აჩვენებს, ტკივილის ცრემლები ყველაზე ხშირად დაკავშირებულია კომპლექსურ ემოციებთან, როგორიცაა სევდას დამატებული შიში და დამატებული უკმარისობა. ცრემლები ამ დროს ხშირად მოდის უფრო სიღრმიდან და ხანგრძლივად, ვიდრე სიხარულის ცრემლები. ტირილის შემდეგ სხეულში იზრდება ოქსიტოცინის და ენდორფინების დონე, რაც ბუნებრივი დამამშვიდებელია. ადამიანის ასეთ დროს ტირილი ეს მისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, სხეულის და გონების. ამ ვიდეოს შემდგომ იმედი მაქვს არასდროს არც ბავშვს, არც მოზარდს და ზრდასრულსაც არ მიუთითებთ და არ ეტყვით ბანალურ სიტყვებს ნუტირი. ტირილი და ცრემლები არ არის სისუსტე. ეს არის ბუნებრივი თავდაცვითი და რეგულაციის მექანიზმი. ისინი გვაერთიანებს როგორც ბიოლოგიურად, ისე ფსიქოლოგიურად და აჩვენებს, რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული სხეული და სული. გამარჯობა, მე გუგა ვარ და ეს პაციენტის მე-9 ვიზიტია. პაციენტის ტრადიციული კალენდარი. 14 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს სისხლის დონორთა დღეს. ეს კონკრეტული თარიღი კი უკავშირდება ადამიანს, რომელმაც სისხლის ჯგუფები აღმოაჩინა. 14 ივნისს დაიბადა კარლ ლანდშტაინერი, ავსტრიელი იმუნოლოგი და პათოლოგი, რომელმაც 1901 წელს აღმოაჩინა ადამიანის სისხლის ჯგუფები A, B, AB და O. ეს აღმოჩენა გადამწყვეტი იყო სისხლის გადასხმის უსაფრთხოებისთვის და საფუძველი ჩაუყარა ტრანსფუზიოლოგიას. დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი მოხალისე აბარებს თავის სისხლს. ერთი ადამიანის სისხლმა შესაძლოა 3 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. შენი 15 წუთი ვიღაცისთვის მთელი სიცოცხლეა. სოციალურ ქსელში ხშირად აკრიტიკებენ წონის გამო, თუმცა არა ზედმეტი წონის, არამედ სიგამხდრის გამო. ბავშვობაში ცელქობდა, თუმცა არასდროს მოუმიზეზებია ავადყოფნა სკოლაში რომ არ წასულიყო. რა ხერხს მიმართავს წონის გასაკონტროლებლად, რატომ უყვარს გამორჩეულად საუზმე და ახერხებს თუ არა ვარჯიშს. გვანცა დარასელიას ჯანმრთელობის ანამნეზი. გვანცა დარასელიას ანამნეზი. რა მაწუხებს? შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერი და შემიძლია ვთქვა რომ არაფერი. მაგრამ ვიტყვი რომ არაფერი ვარ ჯანმრთელი, მადლობა განგებას სამყაროს და ღმერთს. მაქვს ენერგია, არ მაქვს რაიმე ქრონიკული დაავადება. ეტაპები არის ხოლმე ჩემს იმუნიტეტთან, ან სხვადასხვა ტიპის რაღაცა დისკომფორტებთან დაკავშირებით, ამას უყურებ მარტივად, არ ვშფოთავ და ვუმკლავდები ძალიან რაციონალურად. ჩემი იმუნიტეტი ძირითადად დამოკიდებულია ცხოვრების პერიოდზე, ანუ რამდენად სტრესული თუ არასტრესული პერიოდი მაქვს ცხოვრების. 35 წლის ვარ და ნამდვილად დავაკვირდი ჩემს ორგანიზმს, რომ სტრესი არის ის ფაქტორი, რომელიც აბსოლუტურად არღვევს ყველაფერს ჩემს ორგანიზმში. და აქედან გამომდინარე, იმუნიტეტიც მიქვეითდება და როგორც წესი, თუ რამე პრობლემა მაქვს, ან გარეგნული, ან გამონაყარი მიჩნდება, ან მყელი მტკივდება და რაღაცა ხვდება რაღაცა ვირუსი, ეს არის სწორედ მაშინ, როცა მაქვს სტრესი. მაცმევდნენ ძმრიან წინდებს, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მომენტი, ალბათ ყველას ბავშვობიდან. მიუხედავად იმისა, რომ დედა ექიმი იყო, სამედიცინოზე სწავლობდა, მაინც მაცმევდნენ ძმრიან წინდებს, იმიტომ რომ მაშინ ყველას გვაცმევდნენ ძმრიან წინდებს. სხვათა შორის ძალიან ბევრი 10 წლეულის განმავლობაში მე ძმარს საერთოდ არ მოვიხმარდი კულინარიაში, იმიტომ რომ მეზიზღებოდა, მეგონა რომ აი ძმარს თუ ძმრის სუნი თუ იქნებოდა, რაღაცა აუცილებლად ცუდად უნდა მეგრძო თავი. ამიტომ აი ამ ბოლო დროს დავიწყე სალათის ძმრით დანამვა მხოლოდ. ბავშვობაში გადავიტანე, ბავშვთა ინფექციებიდან ჩუტყვავილა მაქვს გადატანილი, მახსოვს. გადავიტანე 1-2-3 ნაღulis ბუშტის შეტევა, იმიტომ რომ ვიყავი ძალიან ხორმუცელა და ზაფხულობით მახსოვს, რომ იმდენ თხილს ვჭამდი, ან თხილის ხის ქვეშ, რომელიც დღემდე ვგიჟდები ისე მიყვარს, გემრიელეს თხილს ისხავდა და ანუ შემეძლო, რომ დილიდან დაღამებამდე აი ესე ხის მორი იყო, დიდი ქვა მქონდა და იქ მჭდარიყავი და თხილი მეჭამა. ერთხელ მახსოვს, რომ საავადმყოფოშიც გადამიყვანეს, იმიტომ რომ ნუ საშინელი გავის მქონდა ნაღulis ბუშტის შეტევა. ცუდად მახსოვს, რომ ერთხელ ჩამოვარდი კიბეებიდან.
თამაშობდი სოფელში ჩვენი სახლის აივანზე. მე მგონი ბადმინტონით თუ რაღაცით და ბურთი გადამივარდა და დავიძარი კიბეებისკენ სწრაფი ნაბიჯით რა ჩავსულიყავი და მახსოვს რომ დავეცი, დავარტყი ხერხემალი და მახსოვს რომ ძალიან მეტკინა. თვალებში სრულიად დამიბნელდა, მაგრამ ეს არავის არ გაუგია. საერთოდ ესეთი ბავშვი ვიყავი, რომ რაღაცებს მე თვითონ უმკლავდებოდი და თან არ მინდოდა რომ ბებიას ენერვიულად და თან ხო იცით ადრე როგორც იყო რა, ხო გითხარი ნუცელქობ და ასე შემდეგ ეს რაღაცა ბებიების ნერვიულობა ძალიან ცალკე ვიყავი. ცუდად მახსოვს კიდე თლიანი ჩხილი მაქვს ამ ძრვალი, ამ ჩემი ახტაჯანობის გამო რაღაცაზე ხოფეზე გადავდიოდი, რაღაცა რკინაზე მოკლედ. ბევრი თავგადასავალი მაქვს ამასთან დაკავშირებით, ფეხებზე სულ შრამები მაქვს, მაგრამ ეს ტკივილები, ეს შრამები და ეს რაღაცა მაშინ ცუდი მომენტები დღეს მახსენდება როგორც ჩემი ყველაზე საუკეთესო ბავშვობა. ერთ დროს მეწუხებდა და დავძლიე. რა მეწუხებდა ერთ დროს და რა დავძლიე? ძალიან მეწუხებდა ის, რომ მიჭირდა არასთქმა ადამიანებისთვის, რა ვიცი, სამსახურში, ისედაც, როცა რაღაცა არ გინდა, რაღაცა არ მოგწონს და ამისი თქმა და დავძლიე და ვისწავლე და ძალიან კარგია. არასოდეს არ ვიმიზეზებდი ავად ყოფნას. საერთოდ წესიერი ბავშვი ვიყავი და თერმომეტრი თბილ-რძეში არ ჩამიყვია არასდროს და არ მომიტყუებია, რომ ეხლა რაღაცა ცუდად ვარ და სკოლაში არ წავალ, ეს რაღაცა არ მახსოვს, არ ყოფილა და ამიტომ არასოდეს არ გამჩენია ჩემ შვილებზეც ეჭირა, ეხლა ხო არ მატყუებს. რა ვიცი, არა ეს ჩემთვის არაორგანული იყო და არის. ემოციური ვარ და ვფეთქდები. საერთოდ დავაკვირდი, რომ ძალიან დიდ ემოციას და რაღაცნაირად ჩამოშლას იწვევს ჩემში, როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი გეგმა მაქვს აწყობილი, ანუ რაღაცას ჩავიფიქრებ და მე აი ის რომ მიყირავდება რა. მნიშვნელობა არ აქვს ეს არის რაღაცა დიდი გეგმა თუ ეს არის ძალიან მარტივი რაღაცა დღის რუტინის შეცვლა. ამიტომ ყოველთვის რაღაცა ერთ გარშემოყოფებისგან ველი, რომ რაღაცა ამ ჩემს გეგმას ყველა მიყვეს და ამ დროს ეს სრულიადაც არ არის ჯანსაღი მიდგომა. და ვცდილობ, რომ ძალიან რაღაცა ვისწავლო ამასთან შეგუება და ძალიან მარტივ სულელურ რაღაცეებზე არ შევშფოთდე და არ ვინერვიულო. აფეთქებას რაც შეეხება, კი ავფეთქებულ ვარ, რამდენჯერმე იყო და ეს ამ აფეთქებას ყოველთვის იწვევს უსამართლობის განცდა ჩემს მიმართ. როცა იმდენად ვერ ხედავს სხვა ადამიანი ჩემს რაღაცას, რომ ძალიან იმედ გასწრუება, როცა მეუფლება, მაშინ ვფეთქდები. მიმართავს ფსიქოლოგისთვის, მხოლოდ შვილებისთვის, ფსიქოთერაპიაზე მე თვითონ არ ვარ ნამყოფი, თუმცა ვიცი რომ ჭირდება აგრადთან. ბავშვთა ფსიქოლოგებთან მქონია ძირითადად შეხება, იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის ყველაზე პირველ ადგილას ჩემი შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობას ვაყენებდი და ფსიქოლოგიურ რაღაცა გარემოს, რომელსაც ხშირად მგონია რომ ყველანაირად ვუქმნით, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება რაღაცები გვეშლება, გვეპარება და რამდენჯერაც ეს რაღაცა ეჭვი გამიჩნდა და ეს ეჭვი მხრხნიდა, რომ აი იქნებ მე რაღაცას სწორად არ ვაკეთებ, მაშინ მიმართავს შესაბამისი საჭირო რეკომენდაციები და ბავშვისთვისაც ალბათ დღეს უკვე დღევანდელი ჩვენი შვილების თაობისთვის ეს ძალიან ისეთი ნორმაა და კარგია რომ ნორმალიზებულია ფსიქოლოგთან ვიზიტები. COVID-19 ჩემს ცხოვრებაში როგორც ყველასთვის რაღაცნაირად ესეთი სიზმარივით პერიოდი იყო. მახსოვს რომ პანდემიის გამოცხადების მომენტში არ ვიყავი საქართველოში, აი იცით როგორ ადგილას ვიყავი? აი ლაჟვარდოვანი ოკეანე, ქვიშის სანაპირო და აი სრულ განცხრომაში ვარ და საერთოდ არ მინდა დაჯერება იმის რომ რაღაცა ესეთი შეიძლება მოხდეს. ჩემი მეგობარი წერდა რომ უკვე ძალიან ამბავია, ჩინეთი ჩაიკეტა, აი თებერვლის ბოლო არ იყო, თებერვლის ბოლოა სადღაც და არ არსებობს მეთქი ვეუბნებოდ. ნუ იმდენად კარგად ვუცნობდი იმ მომენტში თავს რომ აი არ მინდოდა დაჯერება, რომ ეხლა შეიძლება იქ ჩავრჩე ან ვეღარ გავფრინდე და საერთოდ პანდემია ეს სიტყვა რაღაცა ჰოლივუდის ფილმებში მქონდა გაგებული და აი გუგლავდი რომ აი რას ნიშნავს ეს პანდემია. კარგი გავიგეთ, მაგრამ აი რა მოყვება ამას, როგორ ცხოვრობენ პანდემიაში ადამიანები. ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ სხვათა შორის ადაპტაცია არ გამიჭირდა. გამიმართლა ძალიან გარემოებებში პანდემიის დროს, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ მცხეთაში, კერძო დასახლებაში და
ანუ არ გქონდა ეს რაღაცა ორ სამოთახში ჩაკეტილობის განცდა საბედნიეროდ, რაღაცა გქონდა საშუალება, რომ ეზოში გავსულიყავით, რაღაც იქ ტერიტორიაზე შიგნით გვემოძრავა და ასე შემდეგ. სამსახურით გქონდა ყოველ დღე, უბრალოდ აი მართლა საშინელებათა ფილმის სცენარი იყო ყოველ დღე, როცა ჩდებოდი მანქანაში ჩემი საშვით და დავადგებოდი მცხეთიდან გზას თბილისისკენ. მცხეთასთან აი ზუსტად ისე როგორც ჰოლივუდის ფილმებში მავთულ ხლართებიანი ბლოკპოსტი იყო. სამხედროები გაჩერებდნენ. გთხოვდნენ რომ საშვი გვაჩვენეთ. მე რამ საშვს აჩვენებდი და მე მოდიოდი დიღომში მოდიოდი აი ამ ხელად ტრასაზე და სრულიად მარტო. ეს იყო რაღაც ანუ დაუჯერებელი მომენტები. მე მივდიოდი სამსახურში და ჩაოლებოდ ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, რა თქმა უნდა, პანდემიის თემების და ასე ვთქვათ, იმაში ცხოვრობდით რა, სამსახურეობრივადაც რაც ხდებოდა ირგვლივ. სხვათა შორის ორჯერ მქონდა მე კოვიდი თუ სამჯერ და მგონია რომ მხედველობის პრობლემა დამიტოვა. მე მქონდა ძალიან კარგი მხედველობა. და აი ეს ასტიგმატიზმი, რაც ბოლო წლებში დამეწყო, არის მგონია რომ აი კოვიდის დამსახურება, იმიტომ რომ ეს პრობლემა ემართებათ ან თანდაყოლილია, ასე ვთქვათ, თავიდანვე აქვთ, ან ემართებათ ასაკში და მე დამემართა რაღაცა შუაში და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დროში ძალიან ემთხვევა კოვიდს და ძალიან დამაკლა მხედველობა კოვიდის მერე. ხშირად არ დავდივარ ექიმებთან, ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის განგების ამის გამო. სულ ამას ვამბობ, რომ ოღონდ ჯანმრთელად ვიყოთ და მეტი არაფერი არ მინდა. ხშირად არ დავდივარ ექიმებთან, ჯერთი მე თვითონ ძალიან ინფორმირებული ვარ. მეორე ის ფაქტორი, რომ ვარ ძალიან მშვიდი, როგორც მშობელი, აი როცა ბავშვები არიან ავად, ძირითად შემთხვევებში თავად უმკლავდები და მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციით შეიძლება შემოვიფარგლო ექიმთან. სხვა შორის ჩემი მეუღლე არის ძალიან მშიშარა და სულ გვაქვს ერთმანეთში ბრძოლა. იმას უნდა რომ სულ ექიმთან წავიდეთ. სულ ანალიზები გავიკეთოთ, სულ გადავიღოთ რაღაცეები და მე ვეუბნები რომ არ არის საჭირო ყველა ჯერზე ექიმთან სიარული და ჩხლეტები. და ამიტომ აქედან გამომდინარე ექიმებთან დავდივართ. რა თქმა უნდა რეგულარულად, როცა არის საჭირო, თქვათ თუ არის საუბარი აცრებზე, წელიწადში ერთხელ რა თქმა უნდა იმ ძირითად რაღაცებს რაც ვიმოწმებ. და ბავშვების შემთხვევაშიც ხო ესე რა რაღაცა გეგმიურად რაც გვჭირდება. პროფილაქტიკურ ანალიზებსაც არ ვიტარებ ხშირად. ვიტარებ ხოლმე რაღაცა ეხოსკოპიურ დათვალიერებას ვთქვათ, რაც ყველა ქალს სჭირდება. გინეკოლოგიურადაც და მამოლოგიურადაც და ასევე მუცლის თვალსაზრისით. ეს აუცილებელი მგონია და არ ვიცი ამის კულტურა მე მგონი ნელ-ნელა შემოდის. ისე ანალიზებს თუ რაღაცა ვთქვათ არ მაწუხებს ესე უბრალოდ ანალიზებს არ ვაბარებ. ალერგიული ვარ ბოლო რამდენიმე წელია, ბავშვობაში აბსოლუტურად არაფერზე ალერგია არ მქონდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი აგვისტო იდგა დამეწყო საშინელი მდგომარეობა. აი პირდაპირ მწვავედ მოვიდა ჩემთან ეს ალერგია. თვალების საშინელი ქავილით, ცემინებით გაუჩერებლად, ცხვირიდან გამონადენით და მე ექიმებთან კონსულტაციის შედეგად მივხვდი, რომ ეს დამნაშავე იყო ამბროზია, რომელიც აგვისტოდან იწყებს ყვავილობას, მაგრამ ყოველ მომდევნო წელს სხვადასხვა ტიპის ალერგია მემატება, როგორც ვამჩნევ. წელსაც მქონდა უკვე, აი რომ დაიწყო ყვავილობა, რაღაცა ორკვირიანი ეს ალერგიული ესეთი ფონი, ჩვეულებრივ მივიღე მედიკამენტი და ესე უკვე ჩემით, ანუ აღარ ველოდები აქ ექიმის კონსულტაციას. ფობია თავისი კლასიკური გაგებით არ მაქვს, საშინლად მეშინია ვირთხების და აი ყველაზე მეტად არასასიამოვნო არსებაა ჩემთვის. მგონია რომ მაინც შევძლებ რომ იმ სიტუაციაში პანიკაში არ ჩავარდე. მათ შორის ეს შიშებიც ბავშვებთან ერთად ნელ-ნელა რაღაცნაირად გაქარწყლდა რა, იმიტომ რომ როცა ბავშვთან ერთად ვარ არ მაქვს უფლება რომ პანიკაში ჩავარდე, რა 9-თავიანი გველეშაპიც რო დამიდგეს წინ მაინც და აქედან გამომდინარე გადართული ვარ უკვე იმაზე რომ ბავშვებს არ შეეშინდეთ. აქედან გამომდინარე ძალიან გავძლიერდი ამ თვალსაზრისით. მშობიარობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო და თან ერთ-ერთი ყველაზე სტრესული და მტკივნეული რამე არის, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ
ეს ვიცოდი, მაინც არ ვიცოდი რა მელოდა წინ. იმიტომ რომ ჩემი პირველი მშობიარობა გაგრძელდა 18 საათს. ეს იყო კატასტროფა. დროში როცა არის გახანგრძლივებული ტკივილი და პროცესი, ეს ორმაგად კიდე რაღაცა ნერვებზეც ძალიან მოქმედებს. რეალურად ტანჯვა, ის ტანჯვა რაღაცნაირად ძალიან სწრაფად კომპენსირდება, მე როგორც კი ხედავ შენს პირმშობს. როგორც კი ხვდები, რომ რაღაც სუპერ გმირი ხარ, რაღაცა ისეთი ძალა გაქვს ამ ქვეყანაზე, რომ შეგიძლია სიცოცხლე მოავლინო. აი ამის გააზრება ძალიან დამეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა პოსტსამშობიარო დეპრესია მართლა პირველი ბავშვის შემდეგ, აი როცა უკვე გამოვედი მდგომარეობიდან, ძალიან მიამაყე ჩემი თავით და სულ მაგას ვამბობ ხოლმე აი ჩემს ორ სულ მეგობრებსაც ვეუბნები, რომ ნუ გეშინია მშობიარობის, იმიტომ რომ ნუ დათმობ მაგ შეგრძნებას, რასაც ქვია ეს სუპერ გმირობა დედის, რომელსაც აი ეს შეუძლია. მეორე მშობიარობა ბევრად უფრო მალე მოხდა, მაგრამ გაუტკივარების გარეშე იყო და აი მეორე მშობიარობაზე მივხვდი, რას ნიშნავს ტკივილისგან გული მიმდის ეს გამოთქმა. ანუ ეს არის ენით აღუწერელი რაღაცა შეგრძნება, რომელსაც გონია რომ ვერ გაუძლებ და ამ დროს უძლებ. ბუნებრივად ყვებე ორივე ბავშვი, პირველი უფრო ნაკლებ ხანს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან ჯერ პატარა ვიყავი, არ ვიყავი აბსოლუტურად მზად, მეგონა რომ ვიყავი მზად. ის ყველაფერი, რაც შენს სხეულში და ტვინში ხდება მშობიარობის შემდეგ, არ გაძლევს საშუალებას, რომ აი ეს პროცესი მშვიდად ჩაატარო, რასაც ქვია ძუძუთი კვება. ამიტომ ძალიან გამიჭირდა, ბავშვიც ვერ ყოჩაღობდა დიდად და ამიტომ ერთი თვე რაღაცნაირად მეორე ბავშვს რაც შეეხება ამას რომ ყვები ხოლმე სასწაული სიამოვნება და ბედნიერება, აი ეს 3 თვე, როცა პირველივე წამიდან ლილემ, ჩემო მეორე შვილმა დაიწყო ყვება 3 საათში ერთხელ რეჟიმულად, აბსოლუტურად ყველანაირი პრობლემების დაბრკოლებების გარეშე და აი ჩვენ 3 თვის განმავლობაში ყოველ 3 საათში ერთხელ გქონდა ის რაღაცა სასწაული, სიმბიოზი, რაღაცა ის რიტუალი, რასაც ქვია. ძუძუთი ყვება და ეს იყო რა ვიცი, აი მართლა ალბათ საფუძველიც იყო იმ ურთიერთობის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს რა ერთმანეთთან მართლა დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს პირველი ესეთი ჰარმონიული კონტაქტი, რომელიც ძუძუთი ყვების დროს დგება. მე არის ძალიან ბევრი რაღაცის საწინდარი და მოკლედ გირჩევთ. ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ შეძლების დაგვარად, დილას ვიწყებ ჭიქაწყლით, აუზმოდ ვსაუზმობ და ეს საუზმე აუცილებლად არის ხოლმე ჯანსაღი დაბალანსებული. საუზმე არის ჩემთვის რაღაცა რიტუალი, ყველაზე მეტად მიყვარს კვებებს შორის. თითქმის ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს იყოს რაღაცა ისეთი ჯანსაღი, კვერცხი, ავოკადო, ცოტა ბოსტნეული, ყველი, პური მიყვარს ძალიან და პური აუცილებლად არის ხოლმე ჩემს ყველა კვებაში. მერე ვსვამ ყავას ვსვამ 1 ჭიქას დღეში, მხოლოდ დილით, იმიტომ რომ ვიცი რომ არ არის ჯანსაღი ბევრი ყავის მიღება, ბევრი რამისთვის. პერიოდულად ვარჯიშობ ხოლმე, უბრალოდ ეხლა ამ ეტაპზე სრული ჩავარდნა მაქვს და აი ეს -3 კილო, რომელიც აი ესე გაწუხებს უყველას და აი ეს ნერვებს გიშლით, აი მაგის დამსახურება. როგორც კი ვიწყებ ვარჯიშს და კუნთოვან მასას შევისხავ ხოლმე ეგრევე, რაღაცნაირად ვივსები. წონის დეფიციტს რაც შეეხება, წონის დეფიციტი მაქვს. არ ვიტყვი ხარ რამდენი კილო არის, იმიტომ რომ მე კიდე უნდა დაიწყოთ რაღაცები კომენტარებში, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფრით ვერ ვეხმარები ამ ამბავს და კალორიულ დეფიციტში ნამდვილად არ ვარ. ჭამ საკმაოდ ბევრს. იმდეს რომ რამდენიც ვერ წარმოგიდგენიათ და თან არ ვსუქდები. ეგეც თქვენ. ხომ იწერთ კომენტარებში, უიმე რა გამხდარი ხარ, ამე ხო არ გჭირსო. ჭამ და არ ვსუქდები. თქვენ სუქდებით. ძილი ძალიან მიყვარს. სხვათა შორის ძილი და ჯანსაღი ძილი წონასთანაც ძალიან დიდ კავშირშია და ზოგად ჯანმრთელობასთან უდიდეს კავშირშია და თუ არის პერიოდი, როცა თქვა ანტისტრესი მაგან რაღაცა ხდება და მინიმუმ 8 საათი არ მძინავს, ესეც მეტყობა. სახეზე, წონაზე, ყველაფერზე აბსოლუტურად მეტყობა. ჩემი იდეალური ძილის დრო არის 9 საათი, ხანგრძლივობა უფრო სწორედ და 8-ს ოკეია, მაგრამ 9 საათი თუ მძინავს, იდეალურ ფორმაში ვიღვწებ. რა პროდუქტზე ვერ ვამბობ უარს. ზოგჯერ
სწრაფ კვებასაც ვჭამ, მაგრამ რამდენჯერაც ვჭამ, იმდენჯერ ვნანობ, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე ზუსტად მეუბნება ჩემი ორგანიზმი, რომ ეს junk food-ი რაც არის, ძალიან იშვიათად მივიღო, თუმცა მიყვარს. რა პროდუქტია ვერ მომბობ უარს. ძალიან მიყვარს პური, ზოგადად პური, ხაჭაპური მიყვარს ძალიან, ცომეული, თუმცა ცომეული მე არ მასუქებს და აქედან გამომდინარე დისკომფორტს არ მიქმნის. აი, ხო ამბობ, რაღაც ისეთ რაღაცეებს ვერ ვამბობ ხოლმე ზოგჯერ უარს, რასაც უბრალოდ ვეღარ ინელებ ჩემი კუჭნაწლავი, თორე ღამე ჭამაზე ვთქვი უარი. ეს იყო ჩემი სიყვარული. ნუ გიждდებოდი ღამე ჭამაზე. აი, დასაძინებოდ რომ მივდიოდი, მაშინ მშივდებოდა და ყოველთვის შემეძლო რომ მეჭამა და აი, ყველაზე ძალიან მაშინ რაღაცნაირად ვირგებდი რა. ნუ ახლა როგორც აღნიშნე, უკვე ეს ჩემი ორგანიზმი ვეღარ უძლებს და ამიტომ ღამე ჭამაზე უარი ვთქვი. ალკოჰოლი ჩემს ცხოვრებაში ძალიან სასაცილო გამოცდილებებს უკავშირდება. ზოგადად ძალიან იშვიათად ვსვამ და აი თუ გადავწყვიტე რომ დღეს მოდი დავლევ, აუცილებლად ხვდები ცუდად. წლების განმავლობაში რაღაცნაირად ოღონდ ვისწავლე ჩემი დოზა, რამდენი შემიძლია და რა სასმელი შემიძლია მივიღო 1000-ში ერთხელ იმისთვის რომ შემერგოს და ცუდად არ გავხდე. და მიყვარს მხოლოდ რაღაც ისეთ სიტუაციაში, სადაც რაღაც ვიწრო წრეში ვარ მეგობრებთან ერთად. ვსტუმრობ კოსმეტოლოგს დაახლოებით ალბათ წელიწადში 2 ჯერ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბიუთი პროცედურებზე არის გადარეული და ჩაციკლული, მაგრამ იშვიათად რაღაცა პროცედურებს ვიკეთებ და ალბათ ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა უფრო აქტიურად დავეხმარები ჩემს სახეს სალონშიც თითქმის არ დავდივარ, ხილებს ვიკეთებ თვეში ერთხელ. იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცნაირად დროის კარგოსთან ასოცირდება და დიდი ხანი რო სხედავ სალონში, მათ მაგივრად მე მეშლება ხოლმე ნერვები. დასვენება მიყვარს მთაშიც, ზღვაზეც. მართალი გითხრათ, მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად ხარ, რა სიტუაციაში ხარ, სად ვარ, ამას დიდად მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ მაინც უფრო მთა, იმიტომ რომ საქართველოში ზღვაზე დასვენება არასოდეს აი ისე არ შემრგებია, როგორც აი მე მინდოდა რა. თურქეთში როცა დავდივართ ხოლმე, რა თქმა უნდა, დასვენებული ჩამოვდივარ მართლა, იმიტომ რომ რაღაცა გარანტირებული ამინდი, სადაც გვხვდება და რაღაცნაირად შენ არ გიწევს ყველაფერზე ზრუნვა და დაღლა ეს არის დასვენება, მე რომ მკითხოთ. ან ისეთ ადგილას უნდა წახვიდე, სადაც ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებ გარემოსგან და იმ ადამიანებისგან, ვის ერთადაც მიდიხარ. საქართველოში ზღვაზე დასვენება კატეგორიულად არა. 2-3 დღე არის მაქსიმუმი, უბრალოდ წახვიდე და რაღაცა გარემო გამოიცვალ უბრალოდ, თორე ისე დასასვენებლად, რასაც ქვია, მაინც ვამჯობინებდი მთას. მეშინია დამემართოს. არ მინდა ამაზე ფიქრი, რატომღაც ყველას გვეშინია რაღაცის, რაც უკურნებელია და რაღაცა, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ ამაზე არ ვიფიქრო. არ ვიფიქრო, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც ჯერა რომ ადამიანი იზიდავს რაღაცა ნეგატიურ ენერგიას. საიდან არ ვიცი ოღონდ, მაგრამ მაგისი მწამს და მჯერა და სულ ამბობ, როდესაც აი მეც ავად ვარ ან ვიღაცა არის ავად, სულ ვცდილობ რომ პოზიტიურად შევხედო იმ საკითხს და შევხედო ისე რომ აი ეს მოგვარებადია და საერთოდ არ მინდა ვიფიქრო იმაზე რაც არ არის მოგვარებადი. მე ვარ კვანცად არასელია და მე ვარ პაციენტი. ალბათ ყველაზე მეტად ქართველებს ექიმი გასტროენტეროლოგი გვაშინებს. როგორ უნდა აუგრძელოს ვინმე ღვინის დალევა, ხაშლამის ჭამა, კარგი აჯიკა, ჩახოხბილი ან მრავალი სხვა. მაგრამ რას უშვებით საკუთარ კუჭს, რომელიც ორგანიზმში ცალკე სისტემაა, რომელზეც დამოკიდებულია თითქმის ყველა ორგანო. მინდა წარმოგიდგინოთ ექიმი, რომელმაც ისეთი თემები გაგვიზიარა, რომლის შესახებ დარწმუნებული ვარ ნაკლებად ხსმენიათ. ექიმი გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინფექციონისტი, ევროპის ღვიძლის შემსწავლელ მეცნიერებათა ასოციაციის წევრი ირაკლი ხმალაძე. გვიყვარს სმაც და გვიყვარს ჭამაც. ქართველები ასე ვართ მოწყობილები, მაგრამ რაც ძალიან არ გვიყვარს ეს ზომიერების დაცვა, საკუთარი ჯანმრთელობის მოფრთხილება ან ექიმთან ვიზიტზე დროულად მისვლა. არა და კუჭნაწლავი არის ორგანო, რომელიც უბრალოდ საჭმელს კი არ ანელებს მხოლოდ, არამედ შეიძლება ითქვას, რომ არის ჩვენი ორგანიზმის მამოძრავებელი ძალა და მისი სწორად და გამართულად მუშაობა არის ჩვენი ორგანიზმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ქართველებში საკმაოდ გავრცელებული არის კუჭნაწლავის პრობლემები და მომართვიანობაც ძალიან მაღალი არის. ჩემი დღევანდელი ექიმი სწორედ ამ პრობლემებს აგვარებს და ამ პრობლემებს შველის. ეს გახლავთ ირაკლი ხმალაძე, გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი,
მობრძანებისთვის, იმისთვის რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო, ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით თუ რამდენად დატვირთულები ხართ ექიმები, ხშირ შემთხვევაში არა მარტო საავადმყოფოებში გიწევთ მუშაობა და ხშირ შემთხვევაში გიწევთ თქვენი ცოდნის განათლების გადაცემაც უნივერსიტეტებშიც ბრძანდებთ. კი ბატონო. კუჭის ანატომია, სტრუქტურა, ფუნქცია არის ძალიან რთული. შეიძლება ითქვას, რომ იმდენი ნაწილისგან შედგება, რომ ერთგვარად ცალკე აღებული ორგანოა ჩვენს სხეულში და ჩვენს ორგანიზმში. და ჩვენ ქართველებს კიდე ძალიან არ გვიყვარს ჩახართული ამბები, ყველაფერი მარტივად გვინდა ხოლმე. რატომ არ გვინდა რომ ჩვენი კუჭი გავიგოთ როგორი არის? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. იმიტომ რომ მერწმუნეთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებას ვაპირებ და ალბათ ურიგო არ იქნება ეს ამბავი ყველასათვის, არა მხოლოდ ექიმებისთვის. პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელმაც თითქოს ყველაფერი იცის, მაგრამ ხშირად არის ის შემთხვევა, რომ ელემენტარული რამეც კი ცალკე ასახსნელი ხდება ხოლმე, როცა პაციენტი მოდის ჩემთან. თქვენ ძალიან სწორი აქცენტი გააკეთეთ თავიდანვე, რომ კუჭ-ნაწლავი არის ორგანოთა სისტემა. და როცა ექიმი იწყებს პაციენტთან ურთიერთობას, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტი. შესაბამისად, სანამ კურნალობას დაიწყებს, უნდა მოხდეს სრული კვლევა. სრულად მთელი კუჭ-ნაწლავს არ შეიძლება მისი სეგმენტური მკურნალობა, არ შეიძლება სიმპტომების ეს დაუშვებელია და დანაშაულია, როცა მარტო ყაბზობას კურნალობს ექიმი, ან გულძმარვას და ასე შემდეგ. ასევე არ შეიძლება მარტო წყლურის კურნალობა თუ არის წყლოვანი დაავადება, იმიტომ რომ წყლური მერწმუნეთ ეს არ არის დაავადება, თუმცა ცალკე არის გამოყოფილი მისი მნიშვნელობის გამო გაიდლაინებში, მაგრამ რეალურად წყლული არის გართულება იმ ურთულესი პროცესია, რასაც ქვია ანთებითი პროცესი. ანთებითი პროცესი არსებობს მწვავე და ქრონიკული. მწვავეს მოიხსენებათ ინფექციონისტები კურნალობენ, აი მაგალითად შიგელოზი, დიზენტერია, სალმონელოზი და ასე შემდეგ. სრულიად განსხვავებულია უკვე ქრონიკული დაავადება, როდესაც კონკრეტული მიზეზი პრინციპში უამრავი შეიძლება იყოს, ფაქტორი უფრო ვიდრე კონკრეტული ვირუსი ან მიკრობი. ამიტომ სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია სრული კვლევა, იმიტომ რომ შებერილობა, გულძმარვა, ფაღარათი ანუ დიარეა და შეკრულობა, კონსტიპაცია, ხომ? ყაბზობა უბრალოდ რო ვთქვათ, ძალიან ბევრ დაავადებას ახასიათებს. და არის სინდრომი, რომელსაც ქვია გაღიზიანებული irritable bowel syndrome, ესე ეძახიან. საზღვარგარეთ ეს არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და აი ეს მინდა კარგად ასე ვთქვათ, პატარა მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ ძალიან რთულია ამ დიაგნოზის დასმა, იმიტომ რომ ჯერ უნდა მოხდეს სრული გამოკვლევა პაციენტის, გამოირიცხოს ნებისმიერი დაზიანება, წყლულის სახით, სისხლი, სადმე, ციცაქცევა, რაღაც, პათოლოგია არ უნდა იყოს ორგანული. ეს მოდის თავის ტვინსში, გარკვეული ნივთიერებათა ცვლის გამო კალციუმის სვლა იწვევს ამას, რომ პაციენტს აქვს მთელი რიგი ჩივილებისა, როგორც არის შეკრულება, აშლილობა, ორივე ერთად ხანის მონაცვლეობით, მუცლის ტკივილები, ქალებში ხშირია გინეკოლოგიური ტკივილები და ასე შემდეგ და რეალურად ადამიანები სრულიად ჯანმრთელი. და წამოვიდა ტენდენცია მაპატიონ ჩემმა კოლეგებმა, ვინც მსგავსი შეცდომა დაუშვეს, რომ როცა შედეგი არ აქვს მათ კურნალობას, პაციენტს ეუბნებიან, შენ გჭირდება ფსიქიატრი, შენ გჭირდება ნევროლოგი, იმიტომ რომ ეს არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ნამდვილად საჭიროა ფსიქიატრიც და ნევროლოგიც ამ სინდრომის დროს, მაგრამ როცა პაციენტი ამბობს, რომ მას გამოკვლევით აღმოჩნდება წყლული ან ეროზია თუნდაც იგივე წყლური ოღონდ მცირე ზომის, იქ უკვე გამორიცხულია, რომ ამ დიაგნოზით წაიყვანოს ექიმმა მკურნალობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კომპლექსურობა და შესაბამისად ის პაციენტები, რომლებიც წლები დადიან ექიმებთან. მე ვიცი ასე, მე რეკორდი მოხსნა ბოლოს ქალბატონმა, რომელმაც მითხრა არ ვიცი რამდენად მართალია 25 წელია დავდივარ ექიმებში. არ იქნება შედეგი, თუ არ იქნება კომპლექსური მკურნალობა. როგორც რემონტს აკეთებ სახში, უკაცრავად და მარტო უნიტაზი დადგმა არ არის რემონტი. იმას წყალიც უნდა შეუერთო და მეტლახი დააგო, ხო? თუნდაც იმ ოთახის რემონტზეა ლაპარაკი, თორე ერთი ოთახიც თუ გრჩება, ან ერთი ნაწილი კუჭ-ნაწლავის მიუხედავი,
ის ყოველთვის თავისა სიტყვის და დააბინძურებს დანარჩენ აი ამ სეგმენტებს, რომლებიც შემდგომ ისევ და ისევ ანთების ქვეშ ეხვევიან. ადამიანი ვერასდროს გახდება თუ კუჭნაწლავი აწუხებს. ვერასდროს ვერ მოიმატებს თუ კუჭნაწლავი აწუხებს. უამრავი ნევროზი, წნევები 10-დან 9%, რომელიც წნევის წამლებზე იყო დიდი ხნის 15 წელი იყო, ზოგი 20 წელი აგდებს წნევის წამლებს, იმიტომ რეგულირდება. მით უმეტეს თუ საღლაპავის თიაქარია, ის აწვება მზის წყნოს, ზისრული ურტყავს გულს, ნერვები ხო მიდის გულთან, ხო? და ავიწროებენ იმას გულის კვება, სიზაროს, კორონარებს. და შესაბამისად ვითარდება ცრუ კორონარული შევიწროება და ყველას გონია ინფარქტი. როგორც კი მიცემ წამალს, რა ინფარქტი, რის ინფარქტი? ანუ იშემია, ცრუ იშემია ვითარდება. აი უამრავ მაგალითი შემიძლია გითხრათ, რატო ქვია ეს სიტყვა განავალი. ეს არის უნდა მოცილდეს. იქ არის ნაღლოვანი მჟავები, დახოცილი უჯრედების შემდგომი შხამები და უამრავი რაღაცა, რომელიც უნდა მოცილდეს. რატო არის საშიში, აი ტოქსიური ნაწლავი, არის ეგეთი პრობლემა, მეგაკოლინჯი და ნაწლავი, როდესაც დიდი ხანი იქ იმყოფება მონელებული საკვები, განალოვანი მასა. მსხვილი ნაწლის ფუნქცია არის მთავარი შეიწოვოს სითხე. და სითხესთან ერთად იწვევს ტოქსინს. მერე ეს ხმება, მაგრდება და მისი გამოსვლა შეუძლებელი მოძრაობა, ხო? მექანიკა, ელემენტარული ფიზიკა. და გამოსასვლელი არის დაახლოებით ამხელა, ხო? ჩვენი სწორედ ნაწლავიდან გამოსასვლელი, ხო? აბა წარმოიდგინეთ ამხელა განალოვანი მასა რო გამოდის. რას იზამს? გახეთქავს იქაურობას, სიზდენა აქედან პროქტოლოგიური. ანუ კუჭნაწლავი ვისაც კარგი აქვს, მე არ მახსოვს ის პროქტოლოგთან მოხვედრილიყო. გამიგეთ? ახლა უყურეთ, მე ყველას მიმართო პროქტოლოგებს, თქვა სიტყვაზე, ყოველთვის ვეუბნები. მე მყავს განგადასარევი კოლეგები, რომლებიც ხშირად მიგზავნიან პაციენტებს, რატო? იმიტომ რომ ეს თუ არ მოწესრიგდა, ამ ხელას იმ ბადრანახრეში, ის ყოველთვის გასკდება, რაც არ უნდა ოპერაცია უკეთო. გამიგეთ? აი ყველაფერი იმდენად ერთმანეთზეა დამოკიდებული. ჰორმონების გამოყოფა ენდოკრინოლოგია ბატონო ავიღოთ, ხო? თუ არ მიიღო საკვები, ანუ ჭამს, მაგრამ ის კვება არ არის, ვერ ინელებს, იმიტომ რომ ანთებითი პროცესი მიდის და ან დისბაქტერიოზან. რა მოხდება? მოხდება ის, რომ ჰორმონების ჩამოყალიბება აღარ მოხდება. და მშიერი ადამიანის სტატუსი გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ კარგად ჭამს თითქოს. ზოგს უნდა გახდომა და ძალით გულს ირებს ახალგაზრდები ხშირად. მათ უვითარდება საღლაპავის შევიწროება, რომელიც მერე ოპერაციას ეგრეთ წოდებული პილოროსპაზმი უმეტესწილად საჭიროებს. გინეკოლოგია. თუ არ იცი გინეკოლოგია, გასტროენტეროლოგმა და გასტროენტეროლოგია არ იცის გინეკოლოგმა, მე მქონდა ასეთ შემთხვევა, საშვილოსნოს გარე ორსულობით მომიყვანეს როგორც დიზინტერია ბავშვი. ახალგაზრდა გოგონა, ხო? იმ მომენტში რომ დიაგნოზი არ დასმულიყო, ის დაიღუპებოდა 2 საათში. თალობის მილი გასკდებოდა. ამიტომ მე იმას კი არ ვამბობ, შეიძლება ყველაფერი კუჭიდან გეწყება, მართლა აქედან იწყება მართლა ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მთლიანად პირველ რიგში ვიფიქროთ იმაზე, რომ კუჭნაწლავი არის ერთი მთლიანი სისტემა, ასევე ჭირდება მთლიანი გამოკვლევა და კომპლექსური მკურნალობა და დაუშვებელია მერწმუნდად მე ძალიან ბევრი პაციენტი მინახავს გაუბედურებული იმის გამო, რომ თვითმკურნალობას შეწირა თავისი ჯანმრთელობა. მესმის ზოგჯერ ძვირია, ზოგჯერ რთულია, მაგრამ ერთხელ უნდა იმკურნალო და არა მთელი ცხოვრება. კვებიდან იწყება ძალიან ბევრი რაღაცა და კვებით თავდება. და თუ ყველაფერს ასრულებ და პრობლემა რჩება, მე უკვე ექიმის გარეშე აღარ გამოვა ეს ამბავი. აქ მაგ კიდევ რამოდენიმე საინტერესო ტერმინი, გავრცელებული ტერმინი და სანამ კიდე ჩაურმავდებოდით ამ საკითხს, დამცნობილი ტერმინი გავსკდი. ქართველებს გვაქვს გენიალური სიტყვა დავნაყრდი. გასკდომა სრულიად სხვა მომენტია. ეს არის, როდესაც ადამიანი იკვებება იმიტომ, რომ საჭმელს ხედავს. იმიტომ კი არა, რომ ის დანაყრდა. არა, უბრალოდ აი მაგალითად ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანი მიდის და მე არასდროს არ დავდივარ ესეთ ადგილებში, მე ლაპარაკი მაქვს ნამცეცობაზე. ანუ დიდი პურმარილი გადაიხადა, თუნდაც სახლში, უფრო სწორად სახლში ხდება ძირითადად ეს.
თქვა ქორწილი და დარჩა უამრავი საკვები, რომელიც უნდა განადგურდეს შემდგომი ჩემი პაციენტების მიერ. იმიტომ რომ წარმოუდგენელია ფუჭდება და ჭამოთ. ეს არის კატასტროფა. ძალიან ბევრი ნიუანსი, აი მაგალითად, ვიცით თუ არა მინერალური წყლის ძალება. არავინ ძალიან ბევრმა არ იცის. მაშინ რატო ვსვავ და რა დროს იხმარება და ექიმები რატო ვნიშნავთ? მე ვნიშნავ. ჭამამდე 20 წუთით ადრე, ნუ 9 საათით ადრე. თუნდაც ის ბორჯომი, რომელიც ბორჯომში რო ამოდის იქ იმაში ჭაბურღილიდან, უნდა დაილიოს მხოლოდ 20 წუთით, ნუ 9 საათით ადრე მაქსიმუმ ჭამამდე. იმიტომ რომ კუჭის წვენის გამოყოფის ორი გზა არსებობს, ერთი ეგრეთ წოდებული რეფლექსური, აი თუნდაც რო უყურებთ გემრიელ საჭმელებს, ან ტელევიზორში, ან კინოში, ან გადაცემაში, აი ვინმე რო გემრიელად ამზადებს, აი რო უყურებ ამ გადაცემას, ხო? იმ წუთას ვეხვდები, რომ ნერწყვი წამოვიდა. ნერწყვი რას აკეთებს? ამზადებს პირში ნერწყვს, იმიტომ რომ პირველი მონელება საკვების იწყება ამილაზა მალტაზა, ეს არის ფერმენტები, რომელიც შაქარს ასე ვთქვათ, შაქრის მონელებას იწყებს, გარდაქმნის არტივშაქრებად, სახაროზას, ფრუქტოზასაც და მერე უკვე ჩადის საკვები კუჭში. როდესაც გამოდის ნერწყვი, ცარიელ კუჭში უკვე გამოდის მჟავა. იმიტომ რომ ემზადება. მერე უკვე გამოდის მჟავა და თუ პაციენტს აქვს პრობლემა კუჭთან, ანუ წყლოვანი დაავადება, გინდა 12 კუჭაში კიდე, იმას პრობლემა ექნება. ანუ ეს მჟავა კიდევ უფრო აზიანებს და უფრო ადიდებს დაზიანების ადგილს. და როდესაც უკვე საკვები ჩადის, მაშინ იწყება ეგრეთ წოდებული ჰუმორალური პირველი რეფლექსური იყო, ეს ჰუმორალური რას ნიშნავს? კედელს რომ ეეხეთქება საკვები, იწყება მჟავის გამოყოფა. აი ამას უნდა მივახციოთ, რომ პაციენტს მშიერ კუჭზე არ უნდა რა არის ომბრაზოლები და 1000 ეზომბრაზოლები და ასეთ PPI-ს ვეძახით, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, H2 ბლოკატორები და ასე შემდეგ. ეს წამლები ყველა მჟავიანობას ამცირებს, მაგრამ ეს ჯერთი კიდევ ვიტყვი, რომ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა დაინიშნოს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი სვამს ამ პრეპარატებს, რათა მოიხსნას გულძმარვის შეგრძნება. გულძმარვა ეს არის პირველი სიგნალი იმისა, რომ პრობლემა ორგანიზმში, განსაკუთრებით კუჭნატლავში, რომელიც ძალიან ძლიერი. უნდა დაილიოს ყოველთვის მინერალური წყალი მხოლოდ ჭამამდე, ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ და საერთოდ მიჩნეულია, რომ სითხე აი ლიმონათი, წყალი უბრალოდ ხო, განსაკუთრებით ცუდია ცივი თუა. არასდროს კვების დროს არ უნდა მიიღო. აი ყველაზე კარგი იყო ჩემი ბებია და ბაბუები ყოველთვის სვავდნენ ჩაის ჭამის შემდეგ. არასდროს ისინი ცივ წყალს არ აყოლებდნენ საკვებს და ეს აბსოლუტურად მართალია, იმიტომ რომ თურმე როგორც აღმოჩნდა კვლევებით, ცივი სითხეები ნებისმიერი, არა კონკრეტულად რაღაც ლიმონათი და ასე შემდეგ, ნებისმიერი, განსაკუთრებით გაზიანი, იმის მაგივრად რომ შეამცირონ პერისტალტიკა, აძლიერებენ და ადამიანი იმის მაგივრად რომ დანაყრდეს, არ აქვს დამთავრებული კვება რომ ისევ შეა. იმიტომ რომ უცბად ხდება 12 გოჯაში გადასროლა საკვების. და ეს იმას ნიშნავს, რომ მოუნელებელი საკვები გადადის. მაგას ვეძახით ჩვენ ჰიპერკინეზია. არის ჰიპოკინეზია, როცა დიდი ხანი რჩება კუჭში, 2-დან 4-მდე უნდა იყოს საათი და თუ საათ ნახევარზე ნაკლები დარჩა, მონელების პროცესი ირღვევა და ეს ყველაფერი იწვევს უკვე ანთებას, საკვების გაფუჭებას შიგნით კუჭნაწლავში და აირების დაგროვებას. მე როცა ვინმე მეტყვის, რომ აირები მიგროვდება მუცელი მებერება, ეს უკვე დიაგნოზია ჩემთვის. და ბევრი ადამიანი დადის გაბერილი მუცლით და გონია რომ ჯანმრთელი. ასაკი შეიცვალა. წყლული ოფიციალურად ძველ, ასე ვთქვათ, ძველი სწავლებით, ძველ დროში მე როცა სტუდენტი ვიყავი, ეწერა რომ 50 წლის შემდეგ დაავადება პაციენტები უნდა იყვნენ მინიმუმ ახალგაზრდას არ უნდა დაემართოს სწორკვებაზე მყოფ ახალგაზრდას წყლური, მაგრამ აი ხო ხედავთ ამ არასწორი კვება, junk food ეგრეთ წოდებული სწრაფი კვების ობიექტები. მე არ ვებრძვი სწრაფი კვების ობიექტს და ამნიშნელოვანია, როცა არ გაქვს დრო და 1000-ში ერთხელ შეირბენ და მიირთმევ რამეს, ხო? მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადილი ვახშამი, კარგი რაღაცა გამახსენდა გულძმარვა. ხო და გულძმარვა, ანუ იჟოგას რო ეძახიან ხშირად.
განსაკუთრებით პახმელიაზე, ეს რას ნიშნავს, რომ არ იკეტება კუჭის თავი და ბოლო და შესაბამისად ხდება მონელებული, ნახევრად მონელებული საკვების მჟავასთან ერთად უკან ამოსროლა. ეს არ არის უბრალო ამბავი, იმიტომ რომ ასე იწყება ჯერთი თვითონ მწვავედ შეიძლება ადამიანი დაიღუპოს ძილში, თუ ძალიან მთვრალია და ვერ გაიღვიძა. და მეორე, ეს არის პირველი ეტაპი ეგრეთ წოდებული საყლაპავის სიმსივნის გაჩენისა, ეგრეთ წოდებული ბარეტის საყლაპავი ქვია ამას და გერმანიაში ცალკე ჯგუფი შეიქმნა ექიმების, რომელიც მხოლოდ ამ საკითხზე მუშაობენ. იმდენად მნიშვნელოვანია ეს. და ხა მოგეხსენებათ, ხა არაფრის გამო ადამიანი კიბოსწინარე მდგომარეობაში ჩავარდეს, ეს არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. მე მესმის არის ისეთ შემთხვევები, როდესაც შემთხვევით აღმოჩნდება რაღაცა და ადამიანი სწორად ცხოვრობს, მაგრამ ძიმე დაავადება მართ. მაგრამ როცა იცი, რომ აი რო გადახდები, კისერს მოიტეხავ, არ უნდა გადახდე. ასეთია სწორედ ქართული არასწორი ჭალებში კეიფი და დროსტარება. გასტრიტი და წყლული, რამდენად ვნახე, ყველაზე ხშირი გავრცელებული კუჭ-ნაწლავის მომნელებელი სისტემის პრობლემები არის. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ სოციუმში საქართველოშიც იგივე პრობლემებია, როგორც მსოფლიოში ამ შემთხვევაში. არ დამავიწყდება პირველად რომ მოხდი ლონდონში, კონფერენციაზე გახდით და ქუჩაში რომ გავიარე, პირდაპირ ჩანს ვინ არის ადგილობრივი მოსახლე, ანუ ლონდონელი როგორც იტყვიან, მე ლონდონში რომ სწავლობდი ის რო იძახის. აი დაახლოებით ამ სტილის ხალხი დადის შვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა ყავს მსახიობი, მაღალი, გამხდარი და ესეთი სპორტული. თუ ვინმე დაგორავს და დიდი წონა აქვს, ეს არის ემიგრანტები. რატო? იმიტომ რომ ძირითადად იკვებებიან ტრაფიკების ობიექტებში. ის ადამიანები, რომელთაც პრობლემები ემართებათ, ბევრი ფაქტორი არსებობს, მე კონკრეტულად გეტყვით რა ფაქტორები არის განპირობებელი, არა მხოლოდ წყლული, იმიტომ რომ წყლული არის ანთების შემდგომი ეტაპი და ანთებას ქვია გასტრიტი. ეს არის კუჭის ანთება. კუჭის ანთებას ქვია გასტრიტი, საყლაპავისას ეზოფაგიტი, ნაწლავებისას ენტერიტი, ნაწლავებისას კოლიტი და ასე შემდეგ. პროქტიტი ეს არის სწორი ნაწლავის ანთება. ანუ იტი რასაც ემატება, ეს არის ანთება და არის ბევრი ცუდი რაღაცის დასაწყისი. ხშირად პაციენტები მეუბნებიან, "ცით მე მქონდა თუ ეხა მაქვს კოლიტი" და ეს იმას ნიშნავს, რომ თურმე შეგრულობა აქვს. მაგრამ კოლიტი უნდა იცოდეს ყველამ, რომ შეიძლება მიმდინარეობდეს არა მხოლოდ შეგრულობით, არამედ დიარეით, სისხლდენითაც და 1000 უბედურებით. ამიტომ კოლიტი ეს არის დიაგნოზი და არა მხოლოდ შეგრულობის მაჩვენებელი პრობლემა. გასტრიტიც და პირველ რიგში იწყება გასტრიტით და გართულდება ხოლმე მერე წყლულით. და ამის ფაქტორებია. პირველ რიგში ხა ყველა მისწავლა უკვე ჰელიკობაქტერია, რომელიც ყველას გონია თუ მაქვს მოვკვდები, კიბო გამიშტება, ან წყლული გამიშტება. ეს ასე არ არის ჩემო ბატონო. და კიდევ ერთი ხშირად ხვდები პაციენტებს, რომელთაც მხოლოდ ჰელიკობაქტერიაზე იმკურნალეს. ხა უყურეთ, რატო არ შეიძლება მარტო ჰელიკობაქტერიის კურნალობა, ანუ გაიკეთეს ანალიზი და აღმოაჩნდათ ჰელიკობაქტერია, რაც არ უნდა მაღალი ტიტრი იყოს, ნუ აღმოაჩნდათ. მაგრამ მივარდი ასეთ პაციენტს და საკმაოდ რთული ანტიბიოტიკები დაუნიშნო რეაბილიტაციის გარეშე. ანუ ეს ის არის, რომ მარტო კურცაც არ უკურნალობა, ჰელიკობაქტერიას კურნალობა. თუ არ არის ანთება კონკრეტულად, თუ არ არის გამოხატული გასტრიტი, წყლოვანი დაავადება, ასე ხელაღებით ჰელიკობაქტერიის კურნალობა და უძლიერესი ანტიბიოტიკების დანიშნა კატეგორიულად დაუშვებელია, იმიტომ რომ მერე მოდიან ჩემთან ეს პაციენტები. რატო? იმიტომ მოდიან, რომ იმ ანტიბიოტიკმა გარჩევარ, შენ გაიბიჭი ხარ და შენ ცუდი ბიჭი ხარ. ის კლავს ყველას, სასარგებლო მიკროფლორას და მიკროფლორა არის ის ხალხმა, რომ 2.5-3 კილოგრამია ჩვენს ორგანიზმში. აბა? და მათ გარეშე მონელების პროცესი წყალში გადაგდებულია პრაქტიკულად. იმიტომ რომ ვერ ხდება ცილების სინთეზი, არ ხდება ვიტამინების პროვიტამინებად გარდაქმნა და მერე შეთვისება და მთელი რიგი მინერალების შეთვისება და ასე შემდეგ. დისბაქტერიოზზე მიმკურნალი ერთმა მითხრა. არ შეიძლება დისბაქტერიოზის კურნალობა. ეს არის არა დაავადება, არამედ დაავადების შემდგომი პრობლემა, როგორც შედეგი. ანუ განადგურდა კარგი მიკრობები და მათ გარეშე მაგალითად აღებად შებერილობა. საიდან მოდის შებერილობა? გამრავლდა ცუდი მიკრობები,
მართალია ის დიდ დაავადებას არ იწვევენ, მაგრამ შებერლობა საიდან მოდის? გოგირდ წყალბადი გამოიყოფა, იმიტომ რომ ისინი ალპობენ საჭმელს. ეს გოგირდ წყალბადი გროვდება მუცელში და იბერება პაციენტი. და რისი ბრალია? ანთების ბრალია. ან არაადეკვატური ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგი. ამიტომ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ საქმეს, ჯერ მომამზადოთ პაციენტი იმისაც რომ ანტიბიოტიკი აიტანოს. ძალიან ბევრი მეუბნება რომ ცუდად გავხდი, ერთმა რეანიმაციაში მოვხდი, იმიტომ რომ ანტიბიოტიკები ესე ხელაღები დასანიშნი არ არის და მათ შორის არის ძალიან მძიმე ანტიბიოტიკები, რომელიც თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ შეიძლება უარეს დღეს ჩააგდონ პაციენტს. როცა დისბაქტერიოს მკურნალობენ, ძალიან ხშირად შემოხვედრია, რომ პირდაპირ ინიშნება ცოცხალი მიკრობის შემცველი პრეპარატები. ცუდი არ არის, მაგრამ სანამ აძლევთ ამ პრეპარატებს, კარგად არის პაციენტი. როგორც კი მოხსნით, იმ ცუდად გახდება. იმიტომ რომ იქ ტერორისტი ბაქტერიებიც არის, რომელიც ბევრად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე დედიკოს კალთაზე გაზრდილი ბაქტერიოფაგში მიკრობები. ამიტომ ცოტა ხანში იგივე სიტუაცია ბრუნდება და პაციენტი ისევ შებერლობა ეწყება, ისევ დიარეა შეკრულობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც კი რაღაც ჩივილი ჩდება, თუნდაც შეკრულობა, ყაბზობა, ხო? უნდა დავიწყოთ არა ყაბზობის კურნალობით, არამედ ზევიდან. სრული კვლევა. იცით რა, ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ამბობს, რომ იცით, მე არ შემიძლია მოვკვდები და არ გადავყლაპავ. ჯერთი მათ გასაგონად ვამბობთ, რომ ეს ადრე იყო, როდესაც ასე ვთქვათ, მხიზელ ადამიანს აღლაპებდნენ ამის და მართლა დისკომფორტული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს სედაციის საშუალება, ვაძინებთ და ვაკეთებთ ენდოსკოპიას ზევიდანაც და ქვევიდანაც, მაგრამ თუ რაღაც კატეგორიული შიშია არის სიტუაცია, როცა არ შეიძლება ამის გაკეთება გულის პრობლემების შემთხვევაში, მაშინ არსებობს შესანიშნავი მეთოდები, არის ეხოსკოპია, არის რენტგენოსკოპიული კვლევა, როდესაც თლიანად და რაღაცები უკეთესად ჩანს რენტგენოსკოპიაში, მაგალითად საღლაპავის თიაქარი, მაგალითად საღლაპავის შევიწროება. ხო? ორივეს როცა იკეთებს ადამიანი, ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ ძვირიდება. ყველაფერს თავი დავანებოთ და დისკომფორტულია მაინც ახლა თვითონ ადამიანი რომ წარმოიდგენს რომ ეს მომელი საკმაოდ პრობლემატური ხდება მისი დაწყნარება. რამოდენიმე კითხვას გაეცით უკვე პასუხი, რომელიც დაწერილი მქონდა და მინდოდა მეკითხა. ამიტომ გადავალ ცოტა განსხვავებული მიმართულებით. ქართველ პაციენტებზე რო ვისაუბროთ. ჩვენ თითქმის ყველა სპეციალისტთან ხვდებით თვითმკურნალობით გამოწვეულ პრობლემებს და კუჭ-ნაწლავის პრობლემებში უფრო კრეატიულები არიან ხოლმე ქართველები და ძალიან უყვართ რაღაცებს მოგონება. ვიცით რა, მე რო დავიწყო ამაზე ლაპარაკი, დღეს ვერ მოვჩერდ. ნამდვილად იმდენ ისეთ შემთხვევებს ხვდები, რომ იცით რა, ახლა მესმის თვითონ რაღაც წამოსულს, მაგრამ არაადეკვატურ რაღაცებს ხვდები, ცოცხალი ღორჯოს გადაყლაპვა მაგალითად. დღემდე არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ღორჯოს აქ ვრთები, რომელმაც გახია საყლაპავი და საოპერაციო გახდა პაციენტი და დაიწყო სეფსისი, სეფსის ცენტრში მოხდა ეგ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, უმძიმესი სეფსისი განვითარდა, იმიტომ რომ ინფექციაა, ხო? ყველას თავისი აქვს არჩეული, ზოგს ისა აქვს, ზოგს ესა აქვს, მაგრამ ყველა გულძმარვას ებრძვის ყველაზე ასე ვთქვათ მარტივად სოდიანი წყლით, მერე მოდის უკვე დაბალი რანგის სიძლიერის პრეპარატი, იაფი, მაგრამ დაბალი რანგის, მერე მოდის მაღალი რანგის და თუ მაქვს ახლა უფლება, მე ახლა სხვა ეროვნებებზე ვერ ვიტყვი, არ მინდა მე მიწყინოს, მაგრამ ქართველი თუ არის პაციენტიო, შორიდან მიხვდები როგორ საკაცეთი მოყავთ. იმიტომ რომ თუ მომაკვდავი არ არის, ისე ექიმთან ყველაზე არა, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ადამიანი ისეთ შეუგნებელი იყოს, მაგრამ ყველაზე მეტად რაც გამაუცა უცხოეთში, უფრო ბევრ ადგილას ვიყავ, მაგრამ ყველაზე მეტად ისრაელში. 10-დან 7 პაციენტი იყო სრულიად ჯანმრთელი. და მე მეკითხებდა რა მეხვარჭეს გამომიკვლია. მე მესმის ყველაფერი მატერიალურთან არის დაკავშირებული ექიმის მოძებნასთან, მაგრამ როცა იცი რომ კარგი ექიმთან მიდიხარ, უნდა მიხვიდე, ხო? თუ იცნობ ან მიგასწავლე, იმიტომ რომ პრევენცია მერწმუნად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მერე მკურნალობა. იმიტომ რომ დაავადების მკურნალობა ზოგჯერ ძალიან რთული ხდება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კარგი წამლები, უწინ 7 წელი, 8 წელი იწერა წინგში წყლის მკურნალობა. კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც ალბათ თქვენს გაქვთ ხოლმე პაციენტებთან, ეს არის დანიშნულების ბოლომდე და სრულად მიყვანა.
ეგ ერთი კითხვა და ამ კითხვისვე მეორე ნაწილი, როდის არის კუჭნაწლავის პრობლემა სრულად მოგვარებული? ან თუ გვარდება საერთოდ ბოლომდე? ძალიან კარგი კითხვა ეს მეორე განსაკუთრებით. პირველი შემთხვევაში მე ძალიან შეწუხებული არ ვარ იმით, რომ პაციენტს ბოლომდე არ მიყვავს. გონალ, იმიტომ რომ იმდენად შეწუხებული მოდის ჩემთან უკვე. აი, ცოტა უხერხულია ხა ჩამოვთვლით თავისკებად, მაგრამ რეალურად აი ყველა ერთ და იგივეს მეუბნე. თქვენ ბოლო წერტილი ხართ ჩემთვის. იმიტომ რომ ყველას გონია რომ პროფესორთან უფრო ძვირი არის პირიქით ჩვენთან უფრო იაფიღებს კურნალობა ვიდრე ეს არაფერს არ ნიშნავს პროფესორობა, თავი ექიმი ვარ გოდეს ექიმად. აი რამდენიმე პრობლემა რომელიც მე მაწყობს. როგორც კი კარგად ხდებიან და ეს ხშირად პირველივე ახალ მიცემულ დანიშნულებაზეც ხდება ორკვირიანი კურსის შემდეგ, სულ 4-5 ეტაპია ჩასაწარებელი ხოლმე. განსაკუთრებით როცა ყლოვან დაავადებაზე ლაბორატორი პაციენტი როგორც კი კარგად ხდება, აინტერესებს ის რაც არ ეჭმევა, რო შეჭამის რა მოუვა. იყო შემთხვევა, რომელიც ქალბატონს დამბლა ქონდა კუჭის, იმიტომ რომ გაიკეთა დღემდე ვერ მივაგენი იმ ექიმს, ვინც გაუკეთა ეს ბოტოქსი, ხმოდაშია. არავითარ შემთხვევაში ყველას ვეუბნები, ნუ ჩაერევით უაზროდ გახტომის გამო ბოტოქსი რა არის? ხალხო ეს ლამაზი სახელია, მაგრამ ეს არის ბოტულიზმი, ეს გამომწვევი, ეგრეთ წოდებული კლოსტრიდიას, ანუ ბაქტერიის შხამი, რომელიც არის უმძიმესი შხამი, ერთი ფლაკო მთელ საქართველოს ეყოფა რო გადაანაწილო, იმდენად ტოქსიური. ხო და ერთ სიტყვით უმკურნალეთ ბატონო, როგორც იქნა ფერზე დავაყენე და ბოლო ეტაპის წინა ეტაპზე წავიდა და მეგრული კუპატი ჭამა ცხარე. ნუ ვერ წარმოიდგენთ რა ცუდად გახდა, თან ცხენოდა ეთყობა, ჩემთან დაერეკვის და რეანიმატოლოგმა დამირეკა იქიდან. ძალიან გავბრაზდი სიმართლე რო გითხრათ. კიდევ ერთი მე არ მკურნალო პაციენტს თუ მწეველია. აზრი არ აქვს, შედეგი არ იქნება, ყველას ვეუბნები, არ მოწიოთ თუ გინდათ მორჩენა. იმიტომ რომ სან-ფრანცისკოში ჩემი მოხსენების შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტის ასპირანტი იყო, ეთყობა მთელი ჯგუფი მუშაობდა ამაზე. დასტასტურად დეტალურად რას შვება ორგანიზმში სიგარეტი. აღმოჩნდა რომ მწევა სიგარეტი კი არა, თამბაქოს წევა საერთოდ უფრო მავნებელია კუჭნაწლავისთვის და ღვიძლისთვის, ვიდრე ფილტვებისთვის. აი რადაც გინდა დაიჯერეთ, როგორც გინდა და მე სხვათა შორის ამაში მეტთან დავწყდი. ჩემი ხელმძღვანელი ისრაელში ჩემი მოღვაწეობის დროს იყო უდიდესი გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი პერეც ვეისი, რომელიც აზანზარებს დღემდე მსოფლიოს გასტროენტეროლოგიას. ერთად შევდიოდი ჩემოვლაზე, პაციენტს ეკითხებოდა რა გჭირთ, რატო ხართ აქ? მაგალითად, C ჰეპატიტი მჭირს, თქვათ, ხო? ეწევით? კი, ვეწევი. ესე იგი 2 C ჰეპატიტი გაქვთ. ეს პირველ რიგში ეს არის წყლული განსაკუთრებით პროქსიმალურ ნაწილში კუჭი, როგორც დადგინდა ეს ექსპერიმენტებით არის დადგენილი და ენის ქვეშა წყლულს და მერე კიბოს იწვევს სიგარა, რომელსაც პირში იგუბებენ და ამიტომ ამას უნდა შრომა, რომ პაციენტმა დაგიჭიროს. პირველ რიგში პაციენტი უნდა დაარწმუნო, რომ შენ კარგი ექიმი ხარ, რომ შენ გესმის რაზე ლაპარაკობ, რომ შენ იცი ამ დაავადების შესახებ ყველაფერი და მას მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ექიმი მისენაზე, გასაგებენაზე უნდა აუხსნა რა ჭირს. ეხლა მე მინდა ჩამოგითვალოთ ის ფაქტორები, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის რა იწვევს ამ ყველაფერს. პირველ რიგში თქვით, დავიწყე და მე გადავედი სხვა რაღაცაზე. ჰელიკობაქტერია გასაგებია, მაგრამ ეს არის ეტიოლოგიური ფაქტორი. მის გარეშე არაფერი არ ხდება. მეორე, ეს არის გენეტიკური ფაქტორი. გენეტიკური ფაქტორი რამდენიც არ მიკითხავს, ან შვილების შესახებ, ან მშობლების შესახებ, ყოველთვის ვიღაცა გამოძრება, რომ ან სიმსივნით დაიღუპა კუჭნაწლავის, ან წყლული ჰქონდა მთელი ცხოვრება, ან გაუსკდა, ნუ ეს შემდეგ ბევრი ინფორმაცია. მეორე, ეს არის მიდრეკილება. აი, თქვენ მაშინ კითხვა დამისვით, რომ მორჩენადია თუ არა, ხო? ყველა ადამიანს ეს დავიმახსოვროთ უნდა აქვს სუსტი წერტილი. თქვენ იცით ადამიანები, რომლებიც საშინლად იკვებებიან და ყოველთვის კარგად არიან. არ აქვთ პახმელია ბევრი, რაც არ უნდა ბევრი დალიონ. ნუ ძლიერი ორგანიზმია და ძლიერი კუჭნაწლავის ტრაქტი.
მაგრამ არის ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება დიეტაზეა და უზარმაზარი წყლულები და მე კიდე უბედურებაში გადადის ხოლმე. ეს არის გენეტიკური სისუსტე კუჭ-ნაწლავის რაღაცის მიმართ. და როდესაც მორჩება პაციენტი, მე ცალკე ლექციასავით უკითხავ მე რა უნდა გააკეთოს, რომ აღარ დაემართოს ეს. მე უფრო მნიშვნელოვანია, როცა კარგად აღარდა. დიეტას მე არ ვთხოვ მთელი ცხოვრება არავის, მაგრამ სწორი კვება და დიეტა კვება და ჭამა სრულიად განსხვავებული რამეა. კვება არის სწორად მონელება, სწორად დამზადებული საკვები, სწორად დაღეჭილი, უკბილო ადამიანსაც არ კურნალობს სხვათა შორის, იმიტომ რომ მონელება იწყება პირიზრუდან, ხო ესე ვთქვით. შესაბამისად, ეს მას რჩება ეს მიდრეკილება ამ დაავადებების მიმართ. კიბოსკენ მიდრეკილება კი არ გადადის. კუჭ-ნაწლავის სისუსტე გადადის. ასე რომ, როდესაც ადამიანს იმკურნალებს, აი ბანანი რო ბანანია, ხო? ვაშლი, უმიხილი და ბოსტნეული, ფორთოხალი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წყლულის დროს. რომ მორჩება კი ბატონო, მაგრამ კანგაცლილი და უფრო მოხარშული სახით, ვიდრე უმათად შეიძლება, მაგრამ ერთი ვაშლი უნდა ჭამოს და შევხედოთ როგორ იქნება მე ამ ვაშლის ჭამის შემდეგ. ციტაკიანი და ცხვარი და ღორი რა უნდა ჭამოს ერთი წელი ეს ფაქტია და ალკოჰოლიც 6 თვე არ უნდა დალიოს. მაგრამ იმ ალკოჰოლსაც გააჩნია როგორ დაალევს. მჟავე ღვინო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ქვევრის ღვინოც მძიმეა, ყველაზე კარგი არის სახლში დამზადებული ოჯახური შუშის დიდ ასე ვთქვათ ბოცებში დამზადებული ღვინო. და მაქსიმალურად უნდა ეწოდოს ადამიანი რომ თუ ღვინოს აკეთებს დიდი ხანი ჭაჭაძე არ იყოს. სხვათა შორის თქვენი აღნიშნული ღვინო მეც მოვამზადე და რატომ მოვამზადე და რატომ მოვიტანე სპეციალურად ესე. ესე დააქვს ძალიან ბევრს საქართველოში ღვინოც გულისხმობ პლასმასის ეგარ. და კიდევ რასაც ხშირად ხვდებით დღესდღეობით, ეს არის საკვების შენახვაც პლასმასის ჭურჭელში და საერთოდ იცით რა მინდოდა კიდე მე თქვა თქვენ აღნიშნეთ ჯანსაღი კვება და რატომღაც ჩვენ სოციუმში ძალიან ბევრს მიაჩნია რომ ჯანსაღი კვება ნიშნავს ძვირად ღირებულის ყიდვას. ამ დროს საუბარი უნდა იყოს იმაზე რომ როგორ დავამზადოთ, როგორ შევინახოთ, რა პროდუქტი გამოვიყენოთ. ჯერ დავიწყოთ ღვინიდან. ცოდოა კარგი ღვინო პლასმაში. ანუ არ შეიძლება ღვინის გაჩერება პლასტმაში. იმიტომ რომ ეს მაინც ქიმიური შენაერთია, ზოგში პოლიპროპილენი, ახლა მე აღარ დავიწყებ ამ ქიმიაზე ლაპარაკს, მაგრამ ფაქტი არის, ჯერთი მწარდება ღვინო. სხვადასხვანაირი იმ თავის გემოვნებასაც კარგავს, გარდა იმისა, რომ ის ქიმიურ ელემენტებს შეიცავს. რატო არის ჭურის ღვინო უფრო მძიმე? შეიძლება უფრო კარგი არის და ძლიერი არის და სასიამოვნოა ზოგისთვის. და ძალიან ტანინიანი ღვინო ყოველდღიური, ნუ კი არა, საერთოდ ღვინო კი არა, 40 გრამზე მეტი ალკოჰოლი ყოველდღე ეს არის უმძიმესი შედეგის მქონე ბოლოს მიღება ალკოჰოლის. ეს უკვე ალკოჰოლიზმია ფაქტიურად. შესაბამისად, კატეგორიულად დაუშვებელია სასმელის, ნებისმიერი სასმელის. შუშის გარდა სხვაგან შენახვა. იგივე კონტეინერები თქვით. რატო ქვია იმას კონტეინერი? წასაღებია სადღაც. ის არ უნდა შედგათ მაცივარში. რაც არ უნდა გიხსნათ გამყიდველმა, რომ ეს არის საკვებისთვის, ის მართალია თავის ხრი, მაგრამ ეს არის სამსახურში საკვები რო წაიღო. აი სულ მარტივ მაგალითს გეტყვით, როგორ ვიკვებოთ მეკითხებით. არის პერიოდი, როცა რაღაცა უნდა ჭამო. თქვათ, მე გულისხმობ დამცხვარი მაგალითად. კრემიანი დამცხვარი ზაფხულში არ უნდა ჭამო. 1 საათი საკმარისია რომ სტაფილოკოკური ინფექცია განვითარდეს. ეს უკვე როგორც ინფექციონისტი გელაპარაკებით. არა როგორც მარტო გასტროენტეროლოგი. იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი პაციენტი როცა ინფექციურში მუშაობდი, მყავდა ამგვარი მოწამლები და ის შეიძლება ძალიან მძიმე მოწამლა იყოს, ჰიპოვოლემიით, ანუ გამოშრობით და სიკვდილიც კი დადგეს თუ დროზე არ მევიდა პაციენტი. აი მაგალითად ფარში ავიღოთ. უკვე მომზადებული ფარში თუ იქ მიკრობი მოხდა, მაგალითად სალმონელა, ხო, რომელიც უმძიმეს დაავადებას იწვევს ზოგჯერ, მრავლდება სალმონელა მაცივარში. ანუ მაცივარი თუ გაყინე კიდე რაც არის დარჩება და რო გახსნი, მე მაინც დაიწყებს გამრავლებას და მაინც შანსი არის, მაგრამ თუ 4 გრადუსზე როც ჩვენი მაცივარები მუშაობს, ხო, იქ იწყებს გამრავლებას. ასე რომ
ძალიან სიფრთხილე მართებ დიასახლისებს. ბატონო ირაკლი, მე ღვინის გარდა კიდევ რაღაც პროდუქტები მოვამზადე და ჩვენ მაქცემისკენ გადავუხვიეთ ნელ-ნელა. კი ბატონო. მოვამზადე უკვე ესეც გარკვეულ ტრადიციად იქცა ზოგ სპეციალისტთან. მოგვაქვს ის პროდუქტები, რომლებიც ჩვენ სოციუმში ძალიან ხშირი და პოპულარულია. ეს არის გავრცელებული პროდუქტები. ღვინით დავიწყეთ და ღვინოს ერთი წუთით დავუბრუნდეთ და საინტერესოა, ბევრს უყვარს ამაყად იმის თქვა, რომ შეუძლია 10 ლიტრის დალევა. მე ერთხელ კიდევ თქვი, ღვინის სმა საქართველოში ვინმე საუგზალო დანაშაულია თუ ავადმყოფი არ არის. მაგრამ უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაცა. ჩვენი ღვიძლი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელსაც დეჰიდროგენაზაციც ვეძახით ხოლმე ესე მოფერებით. და ყველას აქვს სხვადასხვა. აფროამერიკელები მაგალითად ალკოჰოლს ვერ იტანენ. და ძალიან ხშირად მთელი რიგი გართულებებისა პანკრეასის თვალსაზრისით მათი ხვედრია. ერთი ჭიქა ზოგს ყოფნის, რომ ძალიან მძიმე სიმთვრალე ქონდეს. იმიტომ რომ არ აქვთ მათ ეს ნივთიერება ორგანიზმში და ღვიძლი პირდაპირ ატარებს ალკოჰოლს ტვინისკენ. ვერ წმინდავს. ფილტრაცია არ ხდება. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რამდენი ჭირდება კეიფის დროს სასმელი. სიმთვრალე რა არის? ეს არის ტვინის მოწამლა. ღვინოს ძალიან ბევრი დადებითი თვისებები აქვს, როგორც ნივთიერებისთვის, როგორც კეიფისთვის, ქართული გემრიელი. ქართულ გემრიელ კეიფში უწინ ნამდვილ კეიფში არავინ არ თრებოდა. მკვდარი და მომაკვდავი და საცივსი დაძინებული არ იყო უწინ. 5 ლიტრი წყალი ავიღოთ, თუ გინდა 7 ლიტრი და უცბად დალიოს. რა მოუვა? მაგალითად ძალიან ცუდად გახდა. ცუდად არ გახდება, მოკვდება. მოკვდება ძირითადად და დიაგნოზი იქნება წყლით მოწამვლა. რამდენიც უცნაური არ უნდა იყოს. თუ ვინმე კუჟნატლავი აწუხებს, მჟავე ღვინოს ნუტალებს ერთადერთი და თუ ადამიანს ცუდი პახმელი აქვს, ეგრეთ წოდებული, ანუ აბსტინენციური სინდრომი, იმან ბევრი არ უნდა დაკლიოს არასდროს. ისე იგი ტვინი იწამლება ძალიან მძიმედ და მეორე დღეს ის აბსტინენციური სინდრომი წინა პლანზე გამოდის. აი ნიგოს ხედავ. იცოდეთ რომ ნიგოზი ცალკე კიდე არ აუშავს, მაგრამ როგორც კი ნიგოზი ხდება საკვებში, ანუ ყველაზე ხშირია ინდაურის საცივი ვიცით, უცნაური ამბავია რომ სანელებლებთან და ნახარშთან საშინელი მძიმე საკვები კეთდება. პირველ რიგში ეს ურწყავს კუჟნაწლავს და განსაკუთრებით ნაღლის ბურს. იგივე მჟავე, არასდროს მჟავე არ უნდა მიირთვას ადამიანმა მშიერზე. რატო? ორმაგად ძლიერდება მჟავის გამოყოფა. თან მით უმეტეს კომბოსტო, რომელიც კიდე უფრო მეტ აირებს აგროვებს, რომელიც ისედაც თუ აქვს პრობლემა, ხა თუ არ აქვს პრობლემა, ღმერთმა შეარგოს კიდევ ერთხელ. ნუ თეთრ სიკვდილს ეძახიან შაქარს და არანაკლები სიკვდილია მარილი. მაგრამ უმარილო კვებად შემტერს, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ მაქსიმალურად უნდა ვეცადო, არაუმარილოს ჭამა, არა ეს არ არის საჭირო. ზომიერება დავიცოთ. წვანილს რო დაატრიალებენ მარილში და მიირთმევენ, ეს ჩემთვის ნონსენსია, ეს არ შეიძლება ამის გაკეთება, ისევე როგორც შაქარი უფრო მეტია ვიდრე ჩაი ხოლმე ზოგჯერ. ისევ დიდი მტერი კუჟნატლავის აჭიკა. მე ერთ რამეს გეტყვით. დასავლეთი ეს არის მომარაგებელი გასტროენტეროლოგების. რატო? იმიტომ რომ ყოველ დღე თითქმის ნიგვზიან და ცხარეს საკვებს იღებს სამეგრელოც, ну იმერეც თავისი ცხარე რაღაცეები აქვს. მე თვითონ ახლა გარეგნობაზე მეტყობა რომ გურმანი ვარ და ჭამა მიყვარს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა დროს როგორ ჭამოთ. არის ესეთი გამოთქმა. საუზმე მიირთვით თლიანად, სადილი გაუყავი მეგობარს და ვახშამი მიეცი მტერს. იმიტომ რომ უნდა გვახსოვდეს, ბოლო კვება უნდა იყოს ძილამდე 2 საათნახევარი 3 საათით ადრე. და რაც შეეხება პურს ხედავ იქ. კი ბატონო. თონის პური. რამდენადაც გემრიელია თონის პური, ბევრი უარყოფითი თვისებები აქვს. მე ძირითადად როცა უარყოფითზე ვლაპარაკობ, ეს ეხება არასწორ კვებას, ანუ ბევრს და უაზრო კვებას. რამდენჯერ მინახავს ბავშვი დგას, დიდი თონის პური უჭირავს, ან უზარმაზარი ხაჭაპური. თონის პურს პლუსი ახლა უგემრიელესი, მაგრამ
თონის პური რაც არ უნდა კარგად გამოუცხარი იყოს, ნახევრად უმი არ მინდა ვთქვა, მაგრამ წებოვანი ნივთიერება და რასთავარია საფუარი, ცოცხალია ჯერ კიდევ. კარტოფილი უნდა ვიცოდეთ, რომ იწვევს შეკროლობას დიდ რაოდენობით მიიღებად, ეს არ არის ყოველდღიური საკვები. თუმცა კარტოფილის პიურე დიეტურად ითვლება, მაგრამ ყოველდღე არ უნდა მიიღოს ადამიანმა. უფრო დიეტურია მოხარშული, ვიდრე შემწვარი. განსაკუთრებით free და კიდევ უფრო უარესი, ეს საერთოდ აკრძალული მაქვს ჩემ პაციენტებს კი არა, ირგვლივ ვინც არის ჩიფსები. ჩიფსები ეს არის პირველი ეტაპი კარცინოგენის მიღების. წიწაკას რაც შეეხება. და წიწაკაში სავსე არის ვიტამინები. უпростоრად C ვიტამინი არის უამრავი. მაგრამ ესე ზომიერი უნდა იყოს. ცოტას რომ მოგბიჯავ და 3 წელს დაარტყავ რესტორანს, ეგეთი არ უნდა იყოს წიწაკა, ჯერ ერთი და ესეც ყოველდღიური საკვები არ უნდა იყოს. პომიდორი უამრავ ვიტამინებს შეიცავს, მაგრამ კატეგორიულად გრძალავ, როდესაც პაციენტი არსებობს პაციენტისთვის. თორე როცა მოვარჩენ ხოლმე ვეუბნები მიირთვით პომიდორი, ოღონდ როცა შემოვა. და არა ხელოვნურად დამწიფებული პლასტმასი, როც ხშირად ხვდება ხოლმე და ეცადეთ ქართული პომიდორი მიიღოთ და არა შემოტანილი. ეს ერთი და პომიდორი უნდა გაიბრძგნას. ნიორი. ძალიან კარგია ნიორი, თუ გუჟნაძლავის პრობლემა არა, იმიტომ რომ ნიორი ეს არის ფიტონციდი, ცოცხალი ბუნებრივი ანტიბიოტიკი. რაც შეეხება მირთმევას, ახლა ხაში ნივრის გარეშე ჩემო რო უთხრა ვინმე, შეიძლება კონფლიქტი მოგივიდეს, მსუბუხად რო ვთქვათ. რაც შეეხება ლიმონს, ახლა ლიმონს რო C ვიტამინი აქვს და მნიშვნელოვანია, მაგრამ კატეგორიულად იგრძალება, როდესაც წყლოვანი დაავადება. თორე ჯანმრთელ ადამიანისთვის ლიმონიან ჩაის და ისედაც ლიმონს რა ჯობია. და ლიმონს აქვს ერთი კარგი თვისება, რომ მოქმედებს სისხლზე ძალიან კარგად C ვიტამინის შემცველობა. ანუ ერთი რომ მოქმედებს სიძარღვების გამტაროიანობას ცვლის დადებითისკენ და ქოლესტერინზეც კარგად მოქმედებს საკმაოდ. მაგრამ ეს არ არის პანაცეა, მარტო ლიმონი ჭამო და თუ გჭირდება წამალი არ დალიო, ეგრე არ შეიძლება. ისეთი რომ განვიხილოთ როგორც შეწვის საშუალება და ასევე ხშირ შემთხვევაში საავადმყოფო. საერთოდ ზეთი ბევრად ჯობია კარაქს. შეწვევს ლაპარაკი და განსაკუთრებით კარგია ზეითუნის ზეთი. შემწვარი ქათამი მაგალითად, ხო? ჩვენ ვიცით ტაბაზე ტაბაკას რო ვეძახით შემწვარი. ის არ არის ესეთი ჯანმრთელი, როგორც აეროგრილში შემწვარი. ეხლა ძალიან მოდაშია, ყველას აქვს აეროგრილი, საკმაოდ კარგი ხარისხის. და უნდა უთხრა რომ აუცილებლად იხმარო მხოლოდ ზეითუნის, იმიტომ რომ ოქტანობას ბენზინს აქვს და მაგას აქვს ტემპერატურული მაქსიმუმი ბევრად მაღალი აქვს და დაწვა არ ხდება მისი. აი რაღაც ნიუანსები არის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გემოც კარგი აქვს უფრო ვიდრე ჩვეულებრივ ზეთს, მაგრამ კიდევ უარესია კარაქში, შეწვა არავითარ შემთხვევაში. კატეგორიულად დაუშვებელია შეკროლობის დროს, იციან, ერთი ჯიგა ზეთი დავლიე და ისე გავდივარ კუჩი. ეს პრობლემას არ აგვარებს. და ბატონო ირაკლი, აი როგორც თქვენ ეკითხებით თქვენ სტუდენტებს, თუ რატომ გადაწყვეტეს ექიმობა, თქვენ თავის დროზე რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რატომ ამ მიმართულებას? გაგეცინებათ და სკოლაშიც უკვე შეგნებული ცხოვრება რო დავიწყე რაღაცაზე ფიქრი რა. ვიცოდი რომ ექიმი გამოვიდოდი. ხა თქვენ არ ვიცით იცით თუ არა, მე მაქვს დამთავრებული, იმიტომ რომ მუსიკოსები იყვნენ ჩემი მშობლებიც, ბაბუა თავის დროზე რექტორიც იყო კონსერვატორიის, პრორექტორი, ბებია დოცენტი და დედაც მუსიკოსი. ყველას ეგონა რომ მე მუსიკოსი გამოვიდოდი. მე ბავშვობიდან ვიცოდი რომ ექიმი გამოვიდოდი. დედას თხოვე რომ წავეყვანე კალიგრაფიის მასწავლებელთან, იმიტომ რომ სულ იყო ლაპარაკი რომ ექიმების ხელწერა ჩემტერს ვერ წაიკითხა. გადაწყვიტეს ესეთი საინტერესო ამბავი, რომ მე პარალელურად უნდა მესწავლა ორივეზე, სამედიცინოზეც და კონსერვატორიაშიც. ან როგორც პიანისტი, ან როგორც მომღერალი. მომღერალი არ გამოვიდა, იმიტომ რომ ჯერ პატარა ვიყავი და მუტაცია არ იყო დამთავრებული და მეც სიმართლე გითხრა, მაგის ნერვები არ მქონდა. და ბაბუა ჩემი, როდესაც უკვე მაგ დროისთვის უკვე პრორექტორი იყო და კათედრის გამგე ვოკალურის, მისი ხათრით და მე ხათრით მეთქი არავითარ შემთხვევაში კატეგორიული უარი განვაცხადე და გამოვიტანე საბუთები. არ მიშვებდნენ სახში 3 დღე. მე ამაყება რომ
მარტო ჩემით მე არც ერთი არ მყავდა ექიმი, გარდა დიდი გიორგი ბადრიძისა, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი პედიატრი საქართველოში. ცოცხალი აღარ იყო, რომ ვთქვათ, პროტეჟეობა გაეცია, მაგრამ სანიტრიდან დაწყებული გავიარე ექთნის სტუდენტობის დროს რეანიმაციის ექთანი გახდით, მუშაობდი. ყველაზე მეტად მძიმე იყო ჩემთვის ის არეულობის პერიოდი, ომი, ისა. მე მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, რომ კბილებით გავიტანეთ ეს მძიმე პერიოდი მატერიალურად. მე მომიწია უკვე, ასე ვთქვათ, უცხოეთში მოღვაწეობა და ყველაზე კარგი მედიცინა და ადეკვატური, როგორც ვნახე, არ მომეწონა არც ინგლისი, არც ესპანეთი, არც ამერიკა. დავარჩი, ჩავაბარე სპეციალური გამოცდები მაშავის პროგრამით და საკლერის ფაკულტეტზე, ასე ვთქვათ, ეს პროგრამა გავიარე და მე ცოტა ხანი დამიტოვეს, ასე ვთქვათ, შება ტელ-ჰაშომერ არის ესეთი საავადმყოფო, თითით საჩვენებელი კი არა, იმისი ეს არის ისრაელში თელ-ავივს ეკუთვნის საუნივერსიტეტო კლინიკას. და ესეთ კლინიკიდან მომიწია მე საქართველოში ჩამოსვლა, იმიტომ რომ ჩემი შვილებიც ორივენი ამერიკაში სწავლობდნენ და ჩამოვიყვანე ყურით. როცა ქართველებს მივხედოთ მეთქი, უფროსი ონკოლოგია, უმცროსი გასტროენტეროლოგია. არ მინანია მერწმუნეთ, იმიტომ რომ კი მაბრაზებენ ხოლმე პაციენტები. რამდენადაც ვინც არ მიჭერებს ერთი იცით რა, როცა 100 მილიონი კვდება, სტატისტიკა არისო და ერთი რო კვდება, ტრაგედია არისო. ჩემთვის ყველა 100%-ია და ყველა უნდა მორჩეს, ვინ ჩემთან მოდის, თუ ისეთი დაავადება არ ჭის, რაც ჩემს პროფესიას ცოტა სცილდება. ძალიან კარგად თქვა ჟვანიცკიმ. ექიმობა ეს არ არის პროფესია, ეს არის სულის მდგომარეობა. როდესაც ჩემ პაციენტი შეგეზიზღება თუნდაც ჩაცმულობის, თუნდაც არის დაავადების საშინელი ესა აქვს, სურნელი აზდის პაციენტს. ან ფული არა აქვს, ან რაღაცა არ მოგეწონება, ხასიათი თუნდაც, ხო? უნდა დახიო დიპლომი და წახვიდე მხატვარი გახდე. იმიტომ რომ მხატვრის შეცდომა ისევ მხატვარს ავნებს, მაგრამ ექიმის შეცდომა და მასწავლებლის დაუშვებელი. და ბოლო კითხვა გვაქვს კიდევ ერთი, რომელიც აუცილებლად უნდა დავუსვათ, როგორი პაციენტი ბრძანდებით? მთელი ცხოვრება არ ვეწევი, ნაკლებად ვსვავ და ვარჯიშით ყოფილი მოჭიდავე გახლავართ, სერიოზული მოჭიდავე ძიუდოში დავდი და დღემდე დავდივარ, ასე ვთქვათ, ცურვაზეც, ფიტნესზეც, მიჭირავს თავი, ხან მოვიმატებ, ხან ვიკლებ, არ ერთად ამბავში. როგორც პაციენტი ალბათ საზღვიზღარი. როგორც ყველა. იმიტომ რომ მე დამემართა ძალიან სერიოზული კორონა. კორონის ტიპის ვირუსული დაავადება. სანამ წიხლით არ შემაგდეს საავადმყოფოში, უბრალოდ არ ვგრძნობდი თავს, უდად 40 მქონდა და ცხონებული ის რო არ ყოფილიყო თენგის ცერცვაძე. აი, კბილებით მიშოვა რემდესივირი და იმან გადამარჩინა. თორე ხელჩაკ ჯერ შაქარი, მერე ავარდა, საშინელება მოხდა ერთ სიტყვით. გარეგნულად არ მეტყობთ და რამ გადამარჩინა? ცით პირველ რიგში გარდა ამ წამლისა. ჩემმა პაციენტებმა. არ გაჩერებულა ტელეფონი. ვერ ვლაპარაკობდი, მაინც ვაძლევდი დანიშნულებას და ყველა სასცილო იყო თანამშრომლები ყოფილი, იმიტომ რომ მე აღარა ვარ ხა ისე აქტიური, იქაური თანამშრომელი ინფექციონისტი. მოდიოდნენ და ჯერ მომიკითხავდნენ და მე იწყებოდა ბები ამყავს ავად, ბაბუ ამყავს და იქ დანიშნულებას წერდი და დამავიწყდა რომ ავად ვიყავ. აი ეს არის მეწმუნეთ ადამიანს ორი რამე უნდა სიამოვნებდეს ცხოვრებაში. ერთი, როცა გადის სახლიდან და როცა ბრუნდება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ერაკლი სტუმრობისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს მაყურებელსაც გავეცით ბევრ კითხვაზე პასუხი. თუ გექნებათ რაიმე დამატებითი კითხვები, აუცილებლად დაგვიკომენტარეთ და ვეცდებით, რომ ბატონო ერაკლი კიდევ ერთხელ შევაწუხოთ, რადგან საუბარი ნამდვილად მე არ წუხდები სიამოვნებით გესტუმრებით, ლაპარაკი მიყვარს განსაკუთრებით საკითხებზე, რომელიც ბევრისთვის ბუნდოვანია. სამწუხაროდ. ჩვენც ვეცდებით მოგიწვიოთ აუცილებლად. მომავალ შეხვედრამდე.
ოფიდიოფობია. გველების შიში, ყველაზე გავრცელებული შიში, რომელიც მოსახლეობის 40%-მდე ადამიანს აწუხებს. გველების მიმართ არარაციონალური, გადაჭარბებული შიში. ადამიანებში ხშირად მაშინაც კი არის, როცა რეალური საფრთხე არ არსებობს. მაგრამ ფობიის გარეშეც გველის დანახვა დამეთანხმებით სიამოვნებასთან არ ასოცირდება. განსაკუთრებით, როცა ზაფხულის დასაწყისშივე გვიანონცებენ, რომ მომრავლდა. რამდენი სახეობის საშიში გველი არსებობს ჩვენს ქვეყანაში? როგორ გავარჩიოთ ნაკლებად საფრთხის მომტანი სახეობები და როგორ უნდა მოვიქცეთ დანახვის შემთხვევაში? გაითვალისწინეთ და იმახსოვრეთ იხელმძღვანელეთ. სამყაროში ბევრი შიში არსებობს, მაგრამ მედიცინაში მათ მოიხსენიებენ როგორც ფობიებს. ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული ფობია არის ოფიდიოფობია, იმედია სწორედ ვამბობ. ეს არის გველების შიში. დიახ, ის საკმაოდ გავრცელებულია და უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია ბავშვობასთან. მაგრამ გარკვეულწილად ეს შიში სამართლიანიც არის, იმიტომ რომ არსებობს გველები, რომლებიც შეიძლება რისკის შემცვლელი აღმოჩნდნენ ჩვენი სიცოცხლისთვის. მოკლედ, როგორ გითხარით, არსებობენ საფრთხის შემცვლელი გველებიც საქართველოში. და იმისთვის, რომ ამაზე მეტი გავიგოთ და Google-ზე უფრო კომპეტენტურ ადამიანებს გავესაუბროთ, ჩვენ ვთხოვეთ გიორგი გიგაურს, მოყვარულ ჰერპეტოლოგს და ძალიან სასარგებლო, საინტერესო და კარგი ვებგვერდისა და აპლიკაციის ავტორს. ნახავთ თქვენ თვითონ რამდენად სასარგებლო ინფორმაცია მოუყარა თავი გიორგიმ და რამდენად სასარგებლო საქმე გააკეთა, ესე ვთქვათ, ადამიანებისთვის, ვინც ახლა ზაფხულში გეგმავთ დასვენებას. შენ ეგ სამყარო ძალიან გიყვარს. გველები ამ შემთხვევაში. ის რაც ბევრს გვაშინებს, მაგრამ მოდი ყველაფერი გადმოვიტანთ, ესე ვთქვათ, ზედაპირზე და ვთქვათ, მართლა უნდა გვეშინოდეს საქართველოში არის იმდენად საშიში გველი, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნდა გავიქცეთ. აი ძალიან ხშირად ეშლებათ ხოლმე და იძახიან, რომ აი საქართველოში ყველა გველი არის შხამიანი, თუნდაც უშხამო გველებს ძალიან ბევრჯერ წამიკითხავს ეს კომენტარი, უშხამო გველებსაც რაღაც შხამი აქვს და მაინც საშიშია და უნდა მოვერიდოთ, მაგრამ ეს არის ტყუილი. სიამდვილეში მარტო საქართველოში არა, მსოფლიოშიც 3000-მდე სახეობაა გავრცელებული გველების და ამ 3000-მდე სახეობიდან 250-მდეა მხოლოდ შხამიანი და ჩვენგან ამ 3000-დან გვხვდება 24 და ამ 24-დან მხოლოდ 8 არის შხამიანი. ამ 8-დან 6 არის გველგესლა, ხოლო 2 არის ანკარასებრთა ოჯახიდან და აქ უნდა ვთქვა, რომ ამ 2 ანკარასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს პრაქტიკულად უსაფრთხო ადამიანთვის მაინც, იმიტომ რომ კბილები აქვთ ხახაში ღრმად და შესაბამისად ვერ ახერხებენ ადამიანის დაკბენას. თუ თქვა და დიდი ჩამოყავით ძალით და გვიკბინა მაინც, ამ შემთხვევაში დიდი სუსტი შხამი აქვს, რომ მხოლოდ ადგილობრივი შეწიწყებით გაღიზიანებით შემოიფარგლება. რაც შეეხება გველგესლებს, ანუ 6 გველგესლა გვყავს. ამ 6 გველგესლიდან ერთადერთია მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში, ეს არის გიურზა, ეს ყველამ იცის. დანარჩენების შხამი შეგვიძლია ერთი და იგივე სიძლიერის შხამებად მივიჩნიოთ. ყავს აგრესიული გველები, რომლებიც უფრო ისეთები არიან? წითელმუცელმსურავი არის ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილი აგრესიული გველი, რომელსაც რავი, ყველას გიურზა გონია ხოლმე აგრესიიდან გამომდინარე, სინამდვილეში ესეც მისი ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია. უშხამო აბსოლუტურად, თუმცა საკმაოდ წარენაკლები აქვს, თუმცა ესეც ზომაზეა დამოკიდებული და სიძლიერეზე ამდენად ძლიერად ჩაჰკიდებს გველებს. რა არის ის დრო, რომელიც გვაქვს მშვიდად ყოფნის? ძირითადად ეს დრო დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად იმაზე თუ დაკბენის შემდეგ პაციენტმა რა ზომებს მიმართა, თუ თქვათ დაირბინა, აფორი აქვს და გული აუჩქარა და შხამი უფრო სწრაფად გავრცელდა ესე იგი ორგანიზმში და უფრო სწრაფ რეაგირებას საჭიროებს, თუმცა საშუალოდ მაინც 4-6 საათი აქვს ხოლმე ჩვეულებრივ მკურნალობას, რომ მიუსწროს, რომ განეიტრალდეს შხამი. და რამდენად ვიცი, კბენის ადგილიც არის გარკვეულწილად განსაზღვრული. თუ თქვათ აფეხზე დაკბენა პაციენტი ამ შემთხვევაში უფრო მეტი დროა, იმიტომ რომ შხამის გავრცელებას დრო უნდა და გულამდე დატვინამდე რაც უფრო ნელა მიაღწევს, მით უფრო მეტი დრო გვაქვს. ალერგიის გამოსარიცხად ყველა ვარიანტში მაინც დაგვაქვს ხოლმე ჩვენს ექსპერტებზე გავდივართ, დექსამეტაზონი და ანტიჰისტამინები და ანაფილაქსის შოკის დადგომის შემთხვევაში აუცილებლად გვჭირდება პროფესიონალის დახმარება და რა თქმა უნდა პირველში ადრენალინი. მოხდა გვიკბინა გმემა, რა უნდა გავაკეთოთ, რა არ უნდა გავაკეთოთ? აი პირველ რიგში რასაც ყველას ვეუბნები, ლახტი არ უნდა გადავიჭიროთ
დაკვენილი ადგილის ზემოთ. ეს შხამი ისე რაც ალპობს ამ ორგანიზმს, კლავს უჯრედს და ნუ საბოლოოდ ეგ შედეგი ვითარდება, რომ კიდურის მოჭრახდება საჭირო. რა თქმა უნდა, შხამის გავრცელების პროცესს αφერხებს, თუმცა ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ისე გამოვზრდოთ ამ სიტუაციიდან, რომ რაც კიდურები დავკარგოთ, რაც მეტყველება და მოკლედ არაფერი. მიურძას შხამიც არ არის იმდენად ლეტალური. რამდენადაც ხალხს წარმოუდგენია, რომ წამებში კლავს და ყველა შემთხვევაში საშიშია, არ არის ასე. სიამოვნებაში 30%-იანი ფატალური მაჩვენებელი აქვს, მკურნალობის გარეშეც კი. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? უნდა დამშვიდდეთ, უნდა გავიაზროთ, რომ გველმა გვიკვინა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას არ არის საშიში და პირველ რიგში სიმშვიდეობა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ გულმა არ დაიწყოს სწრაფად ფეთქვა და უფრო სწრაფად არ გავრცელდეს ორგანიზმში შხამი. უნდა დავჯდეთ ან დავწვეთ. თუ ამის საშუალება არის, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ ბევრი სითხე, რომ შხამის განდევნა ორგანიზმში რომ აქტიურად მოხდეს. ვიმუშავებთ ნაკვენს, რომ ინფექცია არ წავიდეს შხამთან ერთად. ვიღებთ ანტიალერგიულ საშუალებას თუ ალერგიული ვართ, ან თუ არ ვიცით ალერგიული ვართ თუ არა, მაგ შემთხვევაში უბრალოდ პრევენციის მიზნით. შემდეგ ვიყავთ სასწრაფო გადაუდებელ სამსახურში. ძალიან ცუდად არის გავრცელებული ეს მითი, რომ უნდა ამოუწოვოთ შხამი და შეიძლება შხამის ამოწოვა არაფერს არ გვაძლევს. გარდა იმისა, რომ შეიძლება ჩვენ საფრთხეში ჩავიგდოთ თავი, ზოგადად შხამი ცილა არის და ჩვეულებრივ მოინელება ორგანიზმში, თუმცა თუ თქვათ და დაზიანებაა კურში ან პირის ღრუში, ამ შემთხვევაში უკვე მოქმედებაში შედის და საშიშია. კიდევ ერთი რომ დავისეროთ ხელი და რეალურად ეს უფრო საშიშიც არის, იმიტომ რომ ინფექციის განვითარების რისკს ზრდით. როგორ უნდა გავარჩიოთ ნაკვენი, შხამიანი და არაშხამიანი გველს? შხამიან გველს ძალიან ხშირად ახასიათებს ერთი ან ორი ნაკბილარი. ანუ ძალიან ხშირად გონიათ რომ ორი ნაკბილარია, სიამდვილეში შეიძლება ერთიც იყოს, იმიტომ რომ ორი კბილიდან მხოლოდ ერთი ჩასვლა მოახერხოს. კბილების რაოდენობასთან ერთად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახასიათებს ძლიერი ტკივილი, ნაკვენი ადგილის შაშავება, შესიება, შეშუპება, სისხლდენა, ძლიერი სისხლდენა და ნუ მოკლედ თავბრუსხვა მოყვება შემდეგ ამას, ღებინება მოყვება, თუ შხამი დიდი რაოდენობით შეუშვა ან ძლიერი შხამია, ამ შემთხვევაში მაგალითად გიურზას შხამზე ეგრე იცის, კავკასიური გვერდსა შხამზეც ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ეგ სიმპტომი ჰქონდა, ღებინება და თავბრუსხვა და ესეც უნდა გვახსოვდეს მოკლედ, რომ მხოლოდ ნაჩვენები არ არის იმის დასადგენი, შხამიან მოკლა გვიკვინა თუ უშხამო. უშხამოს შემთხვევაში უკვე ხა ვიცით ისე რაც რომ გვხდება მრავალი ნაკბილარი, ტკივილი როგორც ვახსენეთ, თამამსურავს აქვს მწარე ნაკვენი და ტკივილი ამ შემთხვევაში ციცის, თუმცა შეგვიძლია იმით დამშვიდოთ თავი რომ ბევრი ნაკვენია ერთად და შესიება არ აღვენიშნება, შეშუპება არ აღვენიშნება, ძლიერი სისხლდენა არ აღვენიშნება, შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის უშხამო გველის ნაკვენი. გავაცნობიერეთ რომ არ არის მტერი, შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენთან. როგორ მოვიქცეთ? გვეშინ ჯერ ვიაზრებთ, რომ ის ჩვენ თავს არ დაგვესხმება, უმიზეზოდ ყოველ შემთხვევაში და ვიცავთ 2 მეტრიან დისტანციას. ეხლა ჩვენ როგორც გავართ, ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო დისტანცია. გველის შხამი არის ძალიან ძვირფასი ნივთიერება. გარდა იმისა, რომ თავდაცვაში ეხმარება და ნადირობაში, მონელების, საჭმლის მონელების პროცესში ძალიან აქტიურადაა ჩართული და შესაბამისად, როცა ადამიანზე იყენებს, შესაბამისად უფრო მეტი უნდა გამოიყენოს. უნდა რომ საფრთხე მოიგერიოს და ამ შემთხვევაში ყველანაირად მაინც ერიდება ხოლმე შხამის გამოყენებას და თუ თქვათ და გამოიყენა ამ შხამის მარაგის შესება სჭირდება დაახლოებით 1 თვე და შეერი ხომ არ დარჩება არა წყობს. მსმენია რომ წყალში გველის ნაკვენი არ წარმოადგენს პრობლემას. ნუ ეხლა ნაკლებად, მაგრამ ადრე იყო ძალიან გავრცელებული რომ გველი როცა წყალში შედის, ხაზე ტოვებს შხამს. რეალურად შხამს გველი გამოიმუშავებს უკან, აქვს ორი დიდი გამობერილი, რაც ქმნის იმის სულუზიას, იმის წარმოდგენას, რომ გველს აქვს სამკუთხედი თავი და ეს სამკუთხედი თავი დამპირვებულია იმით, რომ თვალების უკან აქვს საშხამე ჯირკვლები. რეალურად შხამი გამომუშავდება სწორედ ამ საშხამე ჯირკვლებში და ესეთი რაღაც არ არსებობს, სადღაც დატოვოს, მერე უკან აიღოს. ნუ ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ აგარაკის სეზონს, უამრავი მითი, უამრავი ახლა უკვე პროდუქტი შემოვიდა, ელექტრონულიც, რომელმაც ვიდეოში უნდა დააშინოს და გააგდოს გველები. რამდენად გამართლებული, აი რომ მიუყვეთ ნელ-ნელა. პირველი ალბათ ყველაზე ცნობილი გოგირდის დაწვა ტერიტორიაზე. ნუ თუ გვინდა რომ შვიდად ვიყოთ, შეგვიძლიათ მოვასხათ მანგუსტიც, წყალიც, რა ვიცი, დავწვათ გოგირდიც, რეზინიც, ძებიათ შემაიცოდა ხოლმე და რეზინს წავდა ხოლმე და ჩვენ ვიხრჩობოდით, მაგრამ გველი ისე იყო ზოში. ეს ყველაფერი არის სიამდვილეში სიცრუე, მითი, მაგრამ ვერმა აღნიშნა უკვე რომ არ მუშაობს ისე როგორც უნდა მუშაობდეს. ის ჩასადგამი აპარატები, რომელიც ვიბრაციებს გამოსცემენ და აფრთხობენ გველებს, ეს დაწერეს რომ ზედ იყო მოხმეული გველი ამ რაღაცაზე. მოვერიდოთ მაინც გამოყენებას, განსაკუთრებით
დავიწყებით გოგირდი, იმიტომ რომ ანუ გოგირდი ჩვენთვის საშიშია და ეხლა ის მამგზავრებას რო რას დაგიშავებს წყალიო ჩვეულებრივი. სხვათა შორის ღარბი არის ხორცის ჭამელი და პატარა გველებზე ნადირობს და იქიდან გამომდინარე რომ ეკლები აქვს, ეს გველები ვერც კვენას ახერხებენ და მოკედ ეგ უპირატესობა აქვს ღარბს. ეხლა რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს, რა გარემო არ უნდა შევქმნათ ეზოში, რომ გველისთვის იყოს მიმზიდველი და რომ მოვიდეს. კი ბატონო, რეალურად ერთადერთი რაც მუშაობს, რაც მართლა მუშაობს და ვიცით რომ მუშაობს, ეს არის ეზოს მოწესრიგება და ეზოს მოწესრიგებას რო ვეუბნები ხოლმე ხალხს, ბინძური ეზო რითი მაქვს და რაღაცებს იმასშობიან ხოლმე რა. რეალურად შეიძლება ძალიან გაწყლიალებული ეზო ქონდეს, მაგრამ ქონდეს ესეთი ადგილები, სადაც გველს მოსწონს და შეიძლება იქ დაიმალოს, მაგალითად პატარა სოროები, ნაპრალები კედლებში, სამშენებლო მასალები და მე მგონი ყველა ეზოშია ეს მაღალი ბალახი ეხლა ძირითადად ნაკლებად გაჩერდება. უბრალოდ შემთხვევით რომ გასრიალეს და რობერტ დავინახოთ და ფეხი დავაბეჭდეთ, ეგ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეზოში გველი არ შემოვიდეს. ვთივათ მაღალ ბალახს, ვაფსებთ ნაპრალებს, თუ კედელში აქვს რამე ნაპრალი ამას ვავსებთ. სოროებს ვავსებთ, შეიძლება მაინც ეს ყველაფერი მოგვარებული იქონდეს, მაგრამ თუ ღრმელის პრობლემა არის, მაინც შემოვა გამოსაკლებად. საკვების გამო. ეხლა უკვე ივნისია და უკვე ვიცით რომ პერიოდია რომელშიც უნებრივ გარემოში არიან და მოსწონთ. ნამდვილად ზაფხულში ყველაზე ნაკლებად აქტიურები არიან, იმიტომ რომ ზაფხულში ცხელა და დღის განმავლობაში გველები ამჯობინებენ იყვნენ სოროებში, სიგრილეში. და ძირითადად უფრო ღამის საათებში საღამოსან ძალიან ძირითადად აქტიურობენ. ეს არის დამოკიდებული თავიდან ბოლომდე ტემპერატურაზე, თუ გველისთვის ტემპერატურა მისაღები ამ შემთხვევაში გამოდის. მისაღები ტემპერატურა ეს მინიმუმ 10 გრადუსი უნდა იყოს და დაბალ ტემპერატურაში მაინც უფრო ნაკლებად აქტიური, იმიტომ მეტაბოლიზმი ნელი აქვს და სითბო სჭირდება. სითბოს თვითონ ვერ გამოიმუშავებენ. დაუშვათ ძალიან მეგობრულები ვართ გველების მიმართ, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდა და თან გვეშინია. რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ? პირველ რიგში რაც უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში ის არის რომ გველს თუ ხედავთ ის უკვე უსაფრთხოა, იმიტომ რომ უმიზეზოა არასდროს არ გამოგვეყიდება პირველი და არასდროს არ დაგვესხმება თავს. შემდეგაც ვაკეთებთ არ ვეხებით, თუ ვერ ვცნობთ კატეგორიულად აი არ შეიძლება უბრალოდ და როცა ბუნებაში გავდივართ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ კარგი კამუფლაჟი აქვს და უფრო კარგად არიან შეხამებულები გარემოს და შესაბამისად შეიძლება შემთხვევით ფეხი დავაბიჯოთ, შეიძლება ხის ქვეშ დავწვეთ და ტოტზე იყოს გიურზას შვებია ხოლმე ხშირად ხეზე ასვლა და ჩიტებზე ნადირობა. ზოგადად ბუნებაში გავდივართ, მხოლოდ გველიც ხომ არ არის. ჩვენი შეხვედრის დასაწყისში აღვნიშნე რომ ძალიან დიდი საქმე ჩაატარე, ძალიან საინტერესო ინფორმაციული პლატფორმა შექმენი. ანუ შეგვიძლია თუ გეგმავთ სადმე წასვლას, ძალიან მარტივად herbi.gz ჩავწეროთ ის ლოკაცია, ის მხარე, სადაც მივიდივართ დასასვენებლად და ეს ვებგვერდი, ეს აპლიკაცია გვაჩვენებს თუ რა გველები ბინადრობენ იქ. უნდა გვეშინოდეს, არ უნდა გვეშინოდეს, ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ბევრ თქვენგანს დაამშვიდებს, დააწყნარებს. ხო, ნუ დავამატებ, რომ ერთი ყველაზე კარგი ფუნქცია და ყველაზე გამოსაყენებელი ფუნქცია და რასაც ძალიან ხშირად იყენებენ სხვათა შორის არის ის, რომ ანუ ავტომატურად ადგენს მობილური მოწყობილობის ან კომპიუტერის მიხედვით ტერიტორიას, ანუ რა ტერიტორიაზე იმყოფებით და ავტომატურად გვიჩვენებს ამ ტერიტორიაზე გავრცელებულ სახეობებს. ახლა მაგალითად შესული ვარ აპლიკაციაში, ახლა ვიმყოფები ვაკის რაიონში, თბილისში და აი ვაკეში რა სახეობების არის გავრცელებული, აი ამ სახეობების სიას მაჩვენებს აი აქ. აი ავირჩიოთ აბა რომელიმე სახეობა და რას მაგალითად გადავედით ჩვეულებრივ ანკარაზე და ჩვეულებრივ ანკარაზე რომ გადავალთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა მის მეცნიერულ სახელწოდებას, მის ჩვეულებრივ სახელწოდებას ვეცნობით, უშხამოა თუ შხამიანი, რომელ ოჯახს მიეკუთვნება. მოკლე აღწერა, რომ გავიგოთ როგორ ხასიათდება ეს გველი, რამხელა იზრდება, როდის მრავლდება. ქვემოთ გვაქვს გალერეა, ანუ ხშირად არის ხოლმე რომ ერთი რაღაც სტანდარტული ფერი არ აქვს, სხვა ვიზუალით შეგვხვდა, უფრო მარტივად ამოვიცნოთ. მე პირადად ცალკე ვებგვერდისთვის და პლატფორმისთვის გიხდი დიდ მადლობას, იმიტომ რომ მართლაც ბევრს ვიცნობ, ვისაც დაეხმარება და ბევრს ვიცნობ, ვინც გამოიყენებს. და ძალიან მნიშვნელოვანი პატარა დეტალი გამოგჩა, ინტერნეტის გარეშეც მუშაობს აპლიკაცია, შეგიძლიათ გადმოიწეროთ ის თქვენს ტელეფონში და იქნება სახელმძღვანელო სიმშვიდის მომტანი. ჩვენ კი ამით დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, რათა გაიგოთ ესეთი და კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაცია. ზოგჯერ შეიძლება შემთხვევითმა მოვლენამ რევოლუცია მოახდინოს. მაგალითად, ალექსანდრე ფლემინგმა ლაბორატორიაში ბინძური თეფშის გაწმენდისას შეამჩნია, რომ სოკო ზედაპირზე გაიზარდა და ასპნა, რომ სოკო გამოყოფდა ისეთ
ნივთიერებას, რომელიც ბაქტერიებს კლავდა და ზრდას უშლიდა ხელს. ასე შეიქმნა პენიცილინი და დაიწყო ანტიბიოტიკების ერა, რომელმაც ნამდვილად შეცვალა მედიცინა. ამ შემთხვევითობამ ალექსანდრე ფლემინგს არა მარტო ისტორიული სახელი, არამედ 1945 წელს ნობელის პრემია მიაღებინა. შეიძლება ნებისმიერ ადამიანს რამე მსგავსი შეემთხვეს. გისურვებთ ჯანმრთელობას. მომავალ შეხვედრამდე.